საღამომშვიდობის რამდენიმე თვეა აღარ მომცემია მაყურებელთან შეხვედრის საშუალება. მართალი გითხრათ, 40 წლიანი მუშაობის და სიტყვის თავისუფლებისთვის ამდენი ბრძოლის შემდეგ აღარ მეგონა რომ ვიპოვიდი ძალას ამ პროფესიაში დასაბრუნებლად. და მიუხედავად ამისა, მოსვენება არ მომცა სურვილმა ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ისევ შეგვექმნა სივრცე, სადაც მოვისმენდით ყველა დაჩაგრულის, სახლდანგრეულის, ტყეწართმეულის, პროფესია დაკარგულის თუ გარემოს გადარჩენისთვის მებრძოლი ხალხის ხმას. მოვისმენდით პედაგოგების, სასწრაფოს ექიმების, მეშახტეების, სტუდენტების და მოსწავლეების რეალურ ამბებს. შევქმნით ადგილს, სადაც ერთი მოქალაქე, ერთი კონკრეტული ადამიანი იქნებოდა მთავარი გმირი. ხოდამთის ამბების და რეალური სივრცის ავტორებთან ერთად დღეს ღია სივრციდან მოგესალმებით და იცოდეთ, არ აქვს მნიშვნელობა სად ხართ, რა გიჭირთ, მარტო ცხოვრობთ მთაში თუ იბრძვით თქვენი გარემოს უკეთესობისთვის. ცდილობთ გადაარჩინოთ მემკვიდრეობა თუ დამსაქმებელი გექცევათ უსამართლოდ. ეს სივრცე ყოველთვის ღიაა თქვენთვის. აქ თქვენი ხმა იქნება მთავარი. მთის ამბების და რეალური სივრცის ავტორებს დიდი ხანია ერთნაირი თემები და საკითხები გვაინტერესებს და გვაწუხებს. ამიტომ გადავწყვიტეთ ძალების გაერთიანება და ამჯერად ფორმულას ეთერში ყოველ შაბათს საღამოს 10-დან 2 საათის განმავლობაში თქვენ მოისმენთ მსჯელობას საზოგადოებისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ნახავთ ჟურნალისტურ გამოძიებებს, მოისმენთ საქართველოს ამბებს სხვადასხვა რეგიონიდან და გახდებით ქართული საქმის თანამონაწილე. ვიდრე დღევანდელი გადაცემის თემაზე გადავალ, მინდა გელა მთილიშვილს ვთხოვო მეტი გითხრათ იმ პროექტებზე, რომლებიც ამ გადაცემის ნაწილი იქნება. გელა, გთხოვთ. ახლა შენ უნდა კონკრეტულად საღამომშვიდობისა წარადგინო ჩვენს მაყურებელთან. ყველა ის თემა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ ყოველ შაბათს 10-დან 12 საათამდე. შემიძლია თქვა, რომ მინდა პირველ რიგში მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ასეთი პროექტის დაწყება, სადაც ისინი ადამიანების ხმას გაიგებენ ყველა რეგიონიდან. ანუ პირველ ყოვლისა მინდა აღნიშნო და მოკლედ შევეხო, რატომ დავიწყეთ ეს პროექტი მაშინ, როცა ქართული ოცნების მიერ მიღებული დრაკონული კანონების შედეგად დიდი თუ პატარა მედია ვართ დევნის ქვეშ და გაქრობის საფრთხის წინაშე და ამ დროს ასეთი ახალი პროექტის წამოწყება რამ გადაგვაწყვეტინა და რამ გაგვაბედინა. წლების განმავლობაში თქვენ უკვე თქვით, ნინო, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ვაშუქებთ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, განსაკუთრებით მაღალმთიანი ადგილებიდან და ფაქტობრივად ერთადერთი მედია ვართ ქვეყანაში, რომელიც მაღალმთიან რეგიონებზეა ფოკუსირებული. ჩვენთვის ხშირად დაუთმია რეალურ სივრცეს ეთერი და ანუ საკუთარ თავზე გვიგრძნია მისი ძალაც, რა მხარდაჭერა, როგორი სწრაფი გადაწყვეტა მოხოლია მთელი რიგი პრობლემებს, რომლებიც მოსახლეობის წინაშე იდგა. როდესაც ვფიქრობდით, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს დავეხმაროთ, მხარი დაუჭიროთ, გვერდში დაუდგეთ, რომლებიც ჯერ კიდევ დღესაც ახლაც, როცა ჩვენ აქ ვდგავართ, საქართველოში არის სოფლები, სადაც არ აქვთ შუქი, არ არის სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი, არ არის უსაფრთხო გზა. არ ვიცი, არ მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვის პირველად დაგადაუდებელი ჯანდაცვაზე. ელემენტარულად არ აქვთ საშუალება, რომ აიღონ და ექიმთან დაარეკონ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ კი ვაშუქებდით ამას წლების განმავლობაში, მაგრამ ახლა ამას გავაკეთებთ ერთად და ყველა ამ ადამიანის გვერდით ვიქნებით. სამწუხაროდ ბევრი წლის განმავლობაში, როგორც ონლაინ, ასევე ტელემედიაში რესურსების სიმწირის გამო ბევრი თემა რჩება მედიის ყურადღების მიღმა. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს თემები შემოვიტანოთ მაქსიმალურად დღის წესრიგში. როგორც თქვენ თქვით, გარდა ამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მომზადებულ სიღრმისეულ რეპორტაჟებთან ერთად იქნება ჩვენს მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებები, როგორც არის ჭიათურის უბედურებაზე, შოვის ტრაგედიაზე, კორუფციაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში და კიდევ სხვა საჯარო სამსახურებში, ბუნებრივი რესურსების ტყეების მასობრივად მითვისებაზე, ყველა შემთხვევაში მოსახლეობის გამფარულად, ამ ადამიანების სათქმელს, ყველგან სადაც ისინი ამბობენ და უნდათ რომ ეს გააგებინონ დანარჩენ საქართველოს, ჩვენ მოვიტანთ აქ ამ სივრცის მეშვეობით. და ერთიც მინდა ახსნა, რატომ რეალური სივრცის ავტორებთან ერთად. მე საკუთარ თავზეც გამომიცდია, როდესაც ის თემები, როდესაც ტაბუირებული იყო, რომლებიც ტაბუირებული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის თითქმის ყველა პლატფორმაზე, ერთადერთი ფანჯარა იყო რეალური სივრცე ბევრი წლის განმავლობაში, სადაც ჩვენს მიერ მოძიებული ან გახმაურებული ან გაშუქებულ თემებს ეთმობოდა დრო. ეს იმიტომ კი არ ეთმობოდა, რომ ჩვენ მოვიზეთ, არამედ ის, რომ მოსახლეობისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროებო. და როდესაც თქვენ დაგხურეს ცოტა ხნის წინ, ხო, სულ რამდენიმე თვის წინ და ყველა თქვენი ავტორი დარჩა უმუშევარი, ეს ხომ იმიტომ მოხდა, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა სწორედ იმიტომ მიიღო, რომ ერთადერთი ფანჯარა იყო, რომელიც არ ბლოკავდა თემებს და არ იყო ხელისუფლებისგან კონტროლირებადი.
ამიტომ ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩვენ გვაინტერესებს ადამიანებს რაც ტკივაც და თან მე კარგად ვიცი ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ ჩვენ რამდენჯერმე ერთადაც ყოფილვართ სხვადასხვა რეგიონში, რაჭაში, აჭარაში და ასე შემდეგ და ვხედავ როგორი სანდოობაა თქვენს მიმართ, როგორი დამოკიდებულებაა პერსონალურად თქვენს მიმართ და თქვენი ავტორების მიმართ, ამიტომ გონია რომ ამ კრიტიკულ ვითარებაში ჩვენი ძალების გაერთიანება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხალხისთვის. საქართველოს ამბები და ქართული საქმე აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ამ მთლიანი ღია სივრცის ეთერის. კი, ჩვენ თითქმის ყველა გადაცემაში გვექნება საქართველოს ამბები და მათ შორის საგამოძიებო ფილმი პერიოდულად და ეს საქართველოს ამბები მოიცავს ექსკლუზიურ მასალებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სადაც სამწუხაროდ მედია ვეღარ ჩადის ბევრი გაჭირვების გამო და რაც შეეხება ქართულ საქმეს, ეს არის ჩვენი უნიკალური პროექტი, რომლის პირველ ნაწილსაც დღეს უკვე ნახავს ღია სივრცის მაყურებელი. და ჩემი ფავორიტი ქართული საქმე, მაგრამ მისი ანონსირებისთვის ჩვენ გვექნება კიდევ დრო და აუცილებლად გადაცემის მსვლელობის დროს ეს უნდა გავაკეთოთ. ბოლო ხნის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იმდენი რამ მოხდა, რთული იყო პირველი გადაცემის თემის არჩევა. განაჩენი გამოუტანეს და ციხეში გაუშვეს მოქალაქეები, რომლებიც ევროპასთან შეწყვეტილ ურთიერთობას აპროტესტებდნენ. ციხეში გაუშვეს ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი. აქვე ჩვენი სოლიდარობა და თავისუფლება სინდისის პატიმრებს. განსხვავებული აზრის გამო სამსახურებიდან დაითხოვეს თანამშრომლები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კვლავ საპროტესტო კარვებია გაშლილი. ამ მნიშვნელოვანი თემებიდან დღეს მაინც იმ საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, რაც დასავლური კურსის სვლას და უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შედეგად დადგება. და სამწუხაროდ, ეს შეგვეხება ყველას. იმის მიუხედავად, ვის როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. ახლაც ამ წუთებში ჩვენი მოქალაქეები იდგნენ რუსთაველზე, უბრალოდ ძალიან ისეთი წვიმა წამოვიდა და შეაფარეს ალბათ თავი და ძალიან ბევრი ადამიანი კვლავ რუსთაველზე არის ახლა და იცავს იმას, რაც ყველაზე მეტად და ყველაზე სანუკვარი არის ჩვენთვის და ეს გაწერილიც გვაქვს კონსტიტუციაში. მე ახლა მინდა ჩვენ სტუმრებს ვხმო დარბაზში ჯაბაზარქუა, იაერაძე, გიგი გიგიაძე, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა და ჩემთვის პატივია რომ პირველი გადაცემის სტუმრები ხართ თქვენ. იმედია რომ ფეხბედნიერი იქნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და მოდით ერთ პატარა კითხვას დავსვა. გიგი დავიწყოთ თქვენგან. რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ და საზოგადოებამ იმისთვის რომ დაიცვას თავისი არჩევანი? მოგესალმებით, მისმენთ ტელემაყურებელს, მეც შევუერთები მოლოცველს და ვფიქრობ, რომ დარწმუნებულად ძალიან საინტერესო გადაცემები გამოგივათ. რა უნდა გავაკეთოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ დავიცვათ მშვიდობიანი გზით ჩვენი უფლებები, უნდა გვახსოვდეს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არის ყველაზე დიდი მონოპოლი, რაც საქართველოს გააჩნია ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის, ასე ვთქვათ, წყალგამყოფი და ყველაზე დიდი ხელჩაწერილი მექანიზმი, რაც გაგვაჩნია. ამიტომ ამის დაკარგვის შემთხვევაში საქართველოს ფაქტიურად მთელი პროცესი იქნება ეჭვის ქვეშ დაყენებული და დავკარგავთ ძალიან დიდ დროს. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი უფლებების დაცვა, უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროცესი, უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეხლა დგანან ჩვენი თანამემამულენი და აპროტესტებენ ამ რეჟიმს. და არა მხოლოდ იქ ალბათ, მთელ მსოფლიოში, სადაც ქართველები დგანან სწორედ ამის დასაცავად, აი ამ მონაპოვარის დასაცავად. ია, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება თქვენი აზრი? მეც პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ ეს გადაცემა დაბრუნდა და თქვენ დაბრუნდით ეთერში, იმიტომ რომ მგონია, რომ ძალიან აკლდა მაყურებელს რეალური სივრცე და ამჯერად ღია სივრცის სახით წარსდგებით. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ პირველ რიგში, რომ ბევრი ვისაუბროთ ამ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე. მგონია, რომ ცოტა თუ შეიძლება იყოს ისეთი რეფორმა, რომელიც მართლა თითოეულ ოჯახს ასე თუ ისე დადებითად შეეხვა ამ ბოლო წლების განმავლობაში. იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური, ვთქვათ, განათლების გამოწასული ახალგაზრდები, თუნდაც სამგზავროდ ოჯახის წევრების მოსანახულებლად ევროპაში წასული ან ჩამოსული. ხო, ანუ ყველა ოჯახს, ყველა ადამიანს რაღაცით დადებითად შეეხო, ხო, ეს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი და ამიტომ რა თქმა უნდა, ეკონომიკურადაც აუცილებლად და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც აი ეს მონოპოვარი საფრთხის წინაშე დგას, ხო, რომელიც აისახება ყველა ოჯახზე, თითქმის ყველა ოჯახზე ძალიან უარყოფით და ამაზე ბევრი ვილაპარაკოთ პირველ რიგში. მნიშვნელოვანია, ხო, ეს პროტესტში ჩართული ადამიანები კიდევ უფრო გამრავლდნენ, გაძლიერდნენ და არა მარტო პროტესტის ფარგლებში და რუსთაველზე, არამედ აი თუნდაც აი ესეთ ეთერებში ვისაუბროთ ბევრი, არ ვიცი, საკლასო ოთახებში, უნივერსიტეტ, ასე შემდეგ, ხო, სადაც საჭიროა საქართველოშიც, მის გარეთაც ვისაუბროთ ბევრი იმაზე, რა სარგებელი მოიტანა ვიზა ლიბერალიზაციამ და რას დაკარგავს საქართველოს მოსახლეობა, ამით რომ
რომ ეს ყველასთვის ცხადი იყოს, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყნის მოსახლეობა ახლა. დღეს კონკრეტული მაგალითებიც გვექნება ეთერში, როცა ადამიანები ჩაგვერთვებიან ევროპიდან და თავიანთ მოსაზრებებს შემოგვაშველებენ. ჯაბა, ჩვენ როგორ უნდა დავიცვათ, ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში უკვე ძალიან გავშლით ამ თემებს და კონკრეტულად ვილაპარაკებთ, მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან და მძიმე თემაზე, როგორიც ჯანდაცვა. პირველ რიგში გილოცავთ ეთერის აღდგენას. ულოცავთ თქვენ მაყურებელს ამას. იმიტომ რომ სოციალურ თემებზე სალაპარაკო სივრცე არასდროს ზედმეტი არ არის და პირიქით მეტია საჭირო. ეხლაც იდეაში დღეს რაც უნდა ვილაპარაკოთ არის მხოლოდ სოციალური საკითხი რა. სამედიცინო სოციალური საკითხი და კიდევ სხვა სოციალური საკითხები. იმიტომ რომ სამთავრობო პროპაგანდა ვიზა ლიბერალიზაციას წარმოადგენს როგორც რაღაც ტექნოლოგიურ რაღაცა იმას პროცედურულ რაღაცა მონაპოვარს რა, რომელიც იქნება თუ არ იქნება, ბევრი აფერი არ წყდება ავით რიგითი ქართველისათვის რა. და ეს ასე არ არის. და ეს ჩვენზე კარგად იცის ჩვენი ლაპარაკის გარეშე იცის ბევრმა ასობით და ათასობით პაციენტმა, რომელიც ახლა გადის თანამედროვე საუკეთესო მკურნალობას საფრანგეთსა თუ გერმანიაში. რაც საქართველოს მათ ვერ შესთავაზათ რა და რის გამო ცხოვრება გადარჩა ხალხის. და ამ ხალხზე იმის თქმა რომ ახლა ვიზის რიგში დგომა ეზარებათ და რაღაცა ვიზის რიგში ჩადგებიან თუ არ ჩადგებიან მე რა მოხდა. არის აი გზნობელობის საერთოდ არ ქონა რა. მით უმეტეს ქვეყნის პრემიერად დრო ცდილობ რო საკუთარი თავი წარმოადგინო. აი აბს ელემენტარული ემპათია გინდა შენი მოქალაქეებისადმი რომ გაიგო რომ იქ იმაში რა ქვია ბერლინის კლუბებში გასართობად არ არის იქ 1000-ობით და 10,000-ობით ქართველი წასული რა. ბევრი ისეთ პრობლემის გამო წასული რითიც საქართველოს უნდა დახმარებოდა და ვერ დაიხმარა. და ამ ყველაფერს აქვს მიზეზები. ჩვენ რა უნდა ვქნათ, ჩვენ უნდა თქვა, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. თქვა კაფიო უნდა ვიყო ჩვენი პოზიციის დაფიქსირებაში რა. ეს უნდა ვქნათ და ჩემი აზრით წავიცი ჩვენი ბრძოლა რახან წმინდა, რახან ვლაპარაკობთ ეხლა რეალურად საქართველოსთვის მნიშვნელოვან რაღაცაზე, რომელზეც ორი აზრი არ არსებობს, მგონია რომ მაინც გავიტანთ რა ჩვენსაც რა, იმიტომ რომ ჩვენ უმეტესობა ვართ რა. ჩვენ მეორე ნაწილში კიდევ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ ამაზე, გელა დრაკონული კანონები ახსენე, ის ახსენე რომ თავისუფალი მედიისთვის მუშაობა დღეს როგორი გაძნელებულია. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს იმას ყველაფერს, რაზედაც უკვე ვილაპარაკეთ და აი რატომ უნდა იყოს ევროპული ღირებულებების მქონე ტელევიზიები ქვეყანაში, რას უნდა ემსახურებოდეს ის და რატომ აქ მოსახლეობისთვის ამას მნიშვნელობა. ხო, როდესაც ჩვენ ამ გადაცემას გეგმავდით, ძალიან ბევრი თემა გავიარეთ და პირველ რიგში მაინც მოდიოდა ეს დაცული უფლებები და ჯანდაცვის საკითხები, ხო? ჩვენ თვითონმა ჩვენგანმა და კვალიფიციურმა სპეციალისტებმა მით უფრო იციან ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებმაც სწორედ უვიზო მიმოსვლით ისარგებლეს ევროპაში ჩასულით და იქ სიცოცხლის გადარჩენით და ჩვენს გარშემო არის ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი დღეს, რომელიც ცოცხალი გადარჩა. თუმცა მე ჩემი პროფესიული კუთხით ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ ყავს ციხეში ჩვენი კოლეგა და მეგობარი მზია ამაღლობელი, რომელიც სრულიად უკანონო ცილის გაწვნის გამოზის 2 წელი მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა მოსამართლედ წოდებულმა ქალმა ბათუმიდან ნინო სახელაშვილმა და სწორედ ჩვენ რომ ვიყოთ ევროპული ქვეყანა და აქ ევროპული უფლებები იყოს დაცული, კანონმდებლობა იქნებოდა ისე, სასამართლო იქნებოდა მართლმსაჯულება დამოუკიდებელი, პროკურატურა და პოლიცია არ იქნებოდა ასე მიკერძოებული და ვერავინ გაბედავდა რომ ქალი ჟურნალისტი დამფუძნებელი ამ გამოცემების თავისი პროფესიული დამოუკიდებელი მიუკერძოებელი და თამამი საქმიანობის გამო დაემწყოდიათ ციხეში. აი ამას ვიტყოდი მე. მზია ამაღლობელი ეს არის ჩვენთვის სამაგალითო ჟურნალისტი, ჩვენ ბათუმელებზე და ნეტგაზეთზე სწორდებოდით, გელა, იმიტომ რომ ჩვენ ვამოწმებდით ინფორმაციას ბათუმელებთან, ნეტგაზეთთან, ძალიან ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი ოჯახები, ადამიანები აღმოგვიშენია სწორედ ამ გამოცემებით, ღვთის ამბებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიშნით არ იქნებოდა დაპატიმრებული ამდენი ადამიანი, რომლებიც ათობით ყავს დღეს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მე ვერ ვისაუბრებ იმაზე კარგად, რიგითი ადამიანი როგორ შეიძლება გრძნობდეს ევროკავშირის სარგებელს. ხო და აი ჩვენ სწორედ ამიტომ წავედით შეიძლება ვთქვა ბარემ გიგლაჩიაურთან საოცარი ადამიანი. ჩვენ მაყურებელმა და მკითხველმა იცის ამის შესახებ, იცნობს მას, ეს ადამიანი ცხოვრობს საზღვრისპირა ხევსურეთში, ზედ რუსეთის საზღვართან არის ჭიუხებში მიბჯენილი მისი სოფელი ჭიმღა და ის 45 წელია მარტო ასოფლებს ამ დასახლებას. ანუ ის რომ ზუსტად ამას ხმარობთ. ჭიმღა იქნებოდა ნასოფლარი და
გიგლა როგორ გრძნობს, რატომ გვინდა ჩვენ ევროპად, რატომ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რატომ იქცევა ხელისუფლება მართველი ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ჯგუფი ასე როგორც ის ახლა იქცევა, რა სუფრთხის და რა უნდა რისგან იცავს ის თავს, რომ მუდმივად იყოს ხელისუფლებაში, რაც შეუთავსებელია, ხო, დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან. ამიტომ მე ვისურვებდი და მაყურებელსაც ვთხოვდი, რომ ყურადღებით მოусმინოს გიგლას რასელის და რას გრძნობს ის ევროკავშირისგან. ძალიან მინდოდა რომ ჩვენ სტუმრებთან ერთად გვენახა ეს პატარა ვიდეო, რომელიც მოვამზადეთ თქვენთვის სპეციალურად, ასევე მაყურებლები ნახავენ და ძირითადი კითხვაც ამოვა სწორედ გიგლას იმ მოსაზრებებიდან, რომელსაც თქვენ მოისმენთ. შევისვენოთ, ცოტა ხანი ვნახოთ და შემდეგ განვაგრძოთ უკვე დებატები. მადლობთ. აქ დავიბადე გელიკა. აქ დავიბადე. აქ გავიზარდე. სკოლაც აი აქედან ვიარე ინტერნეტში, აქ დავამთავრე. და მარტო 15 წელი არ ვიცხოვე. მერე მოვედი და სრულიად მარტო გადავრჩი და ეს 45 წლამდე ეგრე ვიცხოვრე. ეხლა მე ხო ვერ მოსწავლი ის არა ვერავინ ქვეყანაზე რო სოფელს რა სჭირდება. იმღა შეეძებია ყავისა დუღება რა გონია იმიტომ არავის შეძავი ხავაზე დაგიპატიჟებო ხედავ რა მხედა პრობლემაა შეეშა ეს ვიღაცა შეაერთებს იმას დენზე და მორჩა და მე ჩემი კით ქართული მიწა აღარ არის იცი გერა რომ ჩემი კით ქართული მიწა აღარ არის აგე იქიდან უკაცი დავინახოთ მტერია თუ ვინ არის რა ის უნდა იფიქრო იარაღთან შორს ხარ ვარო გაიგე ხო და ერთადერთი ქართველი კაცი ცხოვრობდა ამხელა მილიონები წელი ეს სადენი კი არის მაგრამ კაცი არ გემოჩნდა რომ დენი ჩემითოს რა 2 წელი უკვე საერთოდ აღარ ყოფილა. ყავა ტკბილი გიყვართ ბალღებო? კაცო ტელევიზორს ვეჩართავ ზამთრის. როგორ დაშჩები? ბიჭო ეს თითები ყოზებია. თითო ყო 3 ყოზია. ინტერნეტი მოგლეც ხომე ქარი და გადაუძახებს ამ თებიდან. მე როდის მივა იქ ვერტალიოტის უნდა მიფრინდეს ან ამინდი უნდა იყოს რომ ქარი არ იყოს ვერტალიოტმა როგორღაცა დაჟეს იმიტომ ვერ დავში რომ დავიღალე ამ ზურშანთით იმის ზიდვაში კაც ეს ხო იცი ციცახეროა აი თავისებურად პიტნას ხო აქვს თავისი გემო აი ამას აქვს ისეთი აი ბავშვები ვლოკავდით ხომე რომ ამას აი ტყავსაძო ფუტკრებს უყურს მაგრა ტკბილი ხია ოჰო რა ყავა ისი გადასარევი ყავა ხელისუფლება ოდესღაც არსებობდა იცი ეს იმდროინდელია დადაჟები ცხენზე აგედენი ხოდა ელაპარაკები რაციაზე აი ეს გაყვანილობა გეგრაცია იმისია ხედავ რაციისა ეს არც დენი უშლის ხელს, არც მდინარე, არც წყალი, არც ზვავი, არც არაფერი. ხელისუფლება იყო როდისღაც ისი. ეხლა არ აგჯერა მაგრამ აბა. გაგიგია ეს რომ შეშურდება მე და არ დოტუს უქონდა და ჩავიქ. მაგრამ საათი უნდა იცოდე, ხო, ისაც ჩართავს და მეც ჩავხდავ რა, ზუსტად 2-ზე გამოვდიოდი და 10-ზე. მე ძახის მე ჭიმვა კავშირზე ხარო? ისმენ მე. თბილისში შენთან, ვისთანაც გინდა დაარეკინე იმას. ეს ივანიშვილმა გავი რატკიდა თუ აგეის ეს ინტერნეტი მოგვიტანა ხოდა გეი ქარი რომ მოგვიგლეს იმას იმ თაზია რა ვართ მე გამოკეტილები ეს გაუშვა იქ აღარავინ ზის რომ დაგველაპარაკოს და ჩვენ აღარ თქვიდა ბიბლიოთეკა ქონდა მეთქი ექთანი ყავდა სკოლა ქონდა ეს რაციები ხო ქონდა თვეში ერთი ვერტალიოტი ქონდა ეხლა აღარც რაცია გვაქვს, აღარც კავშირი გვაქვს, აღარც ვერტალიოტი გვაქვს, არაფერი საერთოდ აღარ გვაქვს. ვეღარავინ შეინახა თავი და წავიდა. მეგობარო. გადასახდა, გაიქცა. ეხლა იცი რა გშურს. ეხლა მე ის მშურს, რომ იქ 2 კაცი მაინც ცხოვრობს, რაღაც რო გაუჭირდეს. და ვისაც 2 კაცი ცხოვრობს, იმას 3 კაცი საშურს. რო ისენი 3 მაინც არის ერთი რომ მოკვდეს ეხლა აქ გადაი ფიზიკურ გადარჩენაზეა საქმე მიხაპაპა რომ მოკვდა ხო იცი
სოფელიც მოკვდა თორე ერთი ადამიანის სიკვდილს არა აღმაშენებელი მოკვდა გადაიტანს ქვეყანა როგორც ხვესია ბაცო მეორე მოვა მაგრამ ის კაცი რომ მოკვდა სოფელიც მოკვდა და რატო მოკვდა ის კაცი იმიტომ მოკვდა რომ აი ხახაბოში და იქიდან პენსიონერი კაცი იყო ის კაცი და რო წამოვიდეს აი ფიზიკურად წამოვიდეს რა ექიმთან იმაზე ლაპარაკი ხო ზედმეტია რომ რაღაცა სოფლის ნობათი ბაზრამდე წაიღოს ეს ხო ზღაპარი აღარ არის იმ ჩვენი 35 ლარით რა ექიმამდე ვერ მივიღწევია უკანაც ხო გინდა მობრუნება კაცო ყვებას ხო გინდა ანღამის გეთება ხო გინდა 20-მდე თვლიდი იმ დღეს რა ფიქრში ერთი 20-მდე პენსიონერს მე ვიცნობ რომ უცხოეთში წავიდა ხევსურები ისი რატო იმიტომ რომ ვაგე ხო ყვები რასაც ვამბობ ექიმამდე ვერ მიდის იმ საშუალები და იმ ბაზარში რა უნდა მიიტანოს და წავიდა იქ შრომობს ვისაც ზამთრილობა ემყოფინა ჩემი ოჯახიდან რა 6 წევრი აიქცას სამუშაო რა ვიცი საბერძნეთში საფრანგეთში ყველა იგარბის მე არავინ გამიგია რომ რუსეთში ვინმე მიიწევდეს და იქ ბავშვის გაჩენა და ის უნდა ხო არა წარმოუდგენელია აი სააკაშვილის დროს სოფლის პროგრამა იყო 2000 ლარი აი მინიმალური სოფლის პროგრამა იყო 2000 ლარი მაშინ 3% გარბოდა სოფლებიდან ეხლა არის 10000 ლარი ეხლა 60% გარბის რატო რატო აი უყურე კითხვა იმიტომ რომ ეხლა ტრიუკია მეგობარო ტრიუკი ივანიშვილა საქანელები დავიგი ისა გექნა რომ საქანელა და მოსაცდელი და რაღაც ეს გასართობი ცენტრები და ბიჭო იმას ეხლა საქანელები ჩმოვკიდოთ აქა და იმას შეცვლა არ შეგიძლია რო გეუბნები რომ ეს ბერბერაშვილა უმცაო და გაიხედე ქარის გენერატორს ხედავ აგე ის იმან შემიცვალა იქაც რაღაცები იყო სხვები მაგრამ მაშინ იმიტომ არავინ გარბოდა რომ მაშინ ბევრი რომ შეგეძლო შენაც ინდივიდუალურად სოფელს გჭირდებოდა იმაში გამოგეყენებინა ეხლა კიდე სულ უკან მიდის მოვლენ ხომ ეს საქანელა არის აი ეს არის რა გინდა რა და კიდევ რა რა საქანელა ვერ გავა საქანელებს კიდებენ არ ამაიარე ქმოში საქანელა ვერ დაინახე ვისაც უნდა სოფელი საქანელა უნდა ნამდვილი საქანელა რა აგასო რომ ქანაობენ ბავშვები იზენი თავის დიდი პატარა ის აზში არ არის მე ხაშოში ვცხოვრობ ფასანაურ ვცხოვრობ თუ ჭიმღაში ვცხოვრობ ბიჭო ვინც მაგას ადგენს ეს გზა ეხლა რომ მოვიდა აქ 3 დღეში მოვიდა 3 დღეში 3 დღეში ჩემი გულისთვის კი არ მოვიდა აქ სოფლის გულისთვის კი არ მოვიდა სოფლის გულისთვის რომ მოდიყო ჩემი გულისთვის რომ მოსულიყო აქ მაცხოვრებლისთვის საიდანაც წამოვიდა ეს გზა იქ 9 წლის წინ მოვიდა 2017 წელს უკვე მოსულიყო გზა 9 წლის წინ და ის 9 წლის წინ რატო ვერ გამოინახა ის 3 დღე ერთი კვირა გინდა ერთი თვე რატო ვერ გამოინახა ესე იგი აქ ხალხი კი არავის არ აინტერესებს ზოგი ახლა ის ლანძღვა იმის სააკაშვილის და ვეღარ ლანძღობს ეგეცო ხო გითხარი როგორ ლანძღობს უსინისობა გამოგვია ბიჭო შუქი არ ქონდა შედა ლოცვილო თბილისში მაგ სახლკარი აი კაი იმას ბავშვები რა სწავლობდნენ უნივერსიტეტში იმაში და აი გათმობა აი ალვის ხეებით იმეებით ვებოდი აი გამორულები დილით როგორც გამოქვაბულში აი ესეთ ახალხი ვიყავი შუქი მოიყვანა გარეთ ვერ გამოხვიდოდი ბიჭო პოლიციელი გარეთ ვერ გადიოდა შეეცვლია რა ეცვან ჯარს ეცვან პოლიციას ეცვან იმას ვეღარ ულანძღავთ რა გელა აბა აი სალანძღავი ახლა სხვა გახდა აგე რომ მოვყევი რომ მოვყერო აგე კაცი ერთი კაცი მოკვდება ახლა თვითონ სოფელზეა გამოდებული ნეტა ამემა იცოს მეტი აღარაფერი არ გვინდა ცოტა ხანი რა აი ახლა ეგ რო შევიაროთ აგე იქ ჯარისკაცებია ამათ იმის უფლება რა აქ რამე რო თქვა ჩემი შვილიშვილები არა აი მაგარი ბალღებია ძალიან მაგარი ბიჭებია და იმაში საკონტრაქტოში იქ მუშაობდნენ იქ ავღანეთში და იმაში დადიო ხოდა რო ჩამოვიდნენ დაანებეს იმას თავი რა ის მუშაობს იმიტომ რომ აღარაფერი აი ესე მონობა მსახურობა რაღაც რამდენი აბა თომოყარე ბალღი ეცი რამდენია თომოყარე ბიჭი მაგრამ აბა თავს იქნებს რა თავ ჩახრილი ან უდაიკარგები ჭამე და თავი დაიქნიე და მორჩა ეგრე ახლა ყველა საჯარო შეგონია ხმას ვინ მიაძლევს არა აქ მოვიდა მთელი შარშან-თალი სამყარო ეს ყველა ზოგი ჩემი ახლობლები ისინი მუშაობენ თავისი ბებიის ბაბუის ამის პირადი მონაცემები აკრიფეს ჩადეს კომპიუტერში აი ეს ევროპაში არ ხდება კაი გელიკა ევროპაიცი რატომ მინდა
აი იქ არა ნამდვილად ეხლა აქედან 4 კაცი ვართ უმეტესობას რომელიც გვინდა იმ ადამიანს ავირჩევთ იქ კანონი აი კონსტიტუცია ესე კი არ არის იმას ქაღალდი კი ნაკცევი კონსტიტუცია ეგ კონსტიტუცია რა აი კონსტიტუცია უნდა შეესრულდეს გას იქ ალალად უნდა მივცეთ ყველა ხმა ვიღაცას ვინც გვინდა რა ეხლა რა აზრი აქვს ჩვენ ხმა ერთი ხმა კი მაქვს მაგრამ იქამ ჩემ ხმას ფასი აქვს ეხლა არაფერს ანიშნავს ჩვენ არაფერს არ ნიშნავს ჯვაკ იმიტომ ვიქნებ წელს რომ იმ შვილიშვილებს ვაშკაცი ბიჭებია რომ გეუბნები ბიჭო ჩემ სახელმა ხელი არ შეუშალოს რა მე რო აღარ ვიქნები აი ეგ ვიღაცა მისი არ მახსენოს რომ აი ბაბა შენსო რა წელი ვიქნიე რა ისე ვიცხოვი თავის პერვა მქონდა თავისი ეხლაც რა ვერ გავჩერდები ფუტკარივით ადამიანი ვარ რა სვისლუკმას ვერ შევჭამ არ ამჭირდება რა სანამდე შემეძლება რა ვიბრძვი ეხლა წარმოიდგინე რომ ჩვენ ევროპაში ვიყოთ ევროპა გქონდეს ევროპული სახელმწიფო გვეშენებინა რამდენი დრო დავკარგეთ ხო რა კარგად ვიქნებოდით რა კარგად ვიქნებოდი ეხლა მე მაგალითად ევროპა რო იყოს პატრონი ვექნებოდა გელა პატრონი სოფელს რო ასოფლებ ადამიანი შენს იქით რო ქართული მიწა აღარ არის რა სამყაროს ქვეყნის მთელი ქვეყნის დასასრული როა ჯოი ყურადღება გვექნებოდა აბა არ გვექნებოდა სანატრელი კი არ გავიხდებოდა გას ხალხი იცხოვრებდა ევროპა რო ქონდეს ხო პენსია ექნებოდა კაცს ჰა ღირსეულად იქნებოდა გასო იმაზე კი არა რომ აქედან ექიმთან რაღაც იმ თანხით წავიდე რაც მომწეს და იქიდან ფეხით წამოვიდეო როგორმე აი თამოყარე კაცი არა ეხლა პენსიონერი კაცი 5 კაპიკი რო გაკლია 10 აი მარშრუტკაში რო ჩარჯე ჩემაგალიცე გეუბნები და აღარ მაქრა ბიჭო მაკლია რო დათვალოს იმანა რო ჩაუყარო დათვალოს ხო ხერხული ჩავარდები ავდგები და ფეხი წავალ აი ორგაჩერება აი და ეს ევროპაში ხო ესე არ მექნებოდა გას იქ თავისი პატრონი ყავს იქ იქ განათლებასაც პატრონი ყავს რა თუ განათლება გინდა თუ არა ხო უამრავი სამსახურია ხო უამრავი სამუშაოა რა თავისუფალი ხარ ყველანაირ რაღაცას აარჩი აქ მონა უნდა იყო სხვანაირად არაფერი ეგეთი უნდა იყო რა თავდახრილი უნდა იყო ჩვენო მართლა ეხლა ქვეყანა წინ წავსულიყავ ქვეყანა ყოფილიყავი ჩვენ ხო იგივე ევროპა ვიქნებოდი და სანატრელი კი არ გვექნებოდა ის თავისუფლება და ის ლუკმაპური სანატრელი კი არ გვექნებოდა ის ზამთარში ერთი რეისი მაინც ხო გვექნებოდა ვერტალიოტი როგორც ქონდა ხომე წინა ხელისუფლებაში თვეში ერთი ქონდა თვეში ერთი და იმით მიქონდა აი რაღაცა ცოტა ქონდა ის ექთანის ხო ბევრს ნიშნავდა რა ეხლა საბაგირო გზას ხო არ ვითხოვთ რა ეს აგე სოჩიკი მიკედია სოჩიკი და მიყუდეს დენი მოიყვანეს ვითომ მოიპარეს ისა და ჩაქრა და წავიდნენ და всё პატრონი აღარ არის ევროპული ის რო იყოთ რა ევროპული ის რო ქონდეს ესე არ იქნებოდა როგორმე იქნება გავხდეთ რა როდისღაცა და აი მაშინ ნახავ რომ ეს სოფლები ისევ გაივსება ეს ამათ არ უნდა თუ გელა თუ დარჩნენ ესენი თუ კიდე გადარჩნენ რა ჩათვალე რომ всё რა ის როგორც კი იმ გველოშაპი იმ ხაფანგიდან ამოიღებს ფეხს თუ გამოზრა იმებს იმ უკრაინელს თუ გამოზრა ჩვენ დავჩებით ხელში всё იცოდე რომ ჩვენის არ გაგუშვებს ხელიდან მერე აღარ გაგუშვებს იმიტომ რომ გაზრენ ისენი ვეღარ აიმათ ვეღარ დააბრუნებს უკან და ჩვენ ღავართ და ჩვენ კიდე დროს ვკარგავთ რა აი ეგ დროს ვკარგავთ ესე უთავბოლოობით ჩო ეს რაიც აგაკეთა რა ეს მზის ბატარეები ესენი ხო ყველა ევროპის მოცემულებია ხა ხო ეგრეა ყველაფერი ევროპის მოცემულია გახსოვთ თქვენ მაცაცონ რიმენზე გამოვიდა აი რო გადავკეტეთ აი ისა მერე გამოვიდა რომ USA-ისთვის მაქვსო და გვაქვსო რა ნათქვამიოთ აი რა პასუხს გვეტყვისო ანუ შუქსაც კი ვერ ჩაგირთავთო განა რა ვიყავით 10 კაცი მოვგროდი და 30 პოლიციელი მოვიდა ეგ ეხლა თუ რამე ვინმე რამე გაგვიკეთა ეს მზის ბადაფები ეს ყველაფერი უცხოეთი საკ ხო და ის ვირო მადლიო რა შეგინება როა რა ისე გამოდის ჩემთვის იმას ნიშნავს ევროპა რომ თავისუფლებას ნიშნავს რა განათლებას ნიშნავს განათლებას რა თავისუფლების იმაზე არსი და აზრი რო გაიგო იმას ნიშნავს რომ ჩვენ იქ მკვლელი არავინ არის ჩვენი ევროპა არავის არ მოუკლავს ჩვენთვის
არავის არ დაუმონებივართ რა. ჩვენი არაფერი მართებს. პირიქით აქეთ გვიწვის რომ ამობრო იქარიან მეთქი იმ ლუკმას, არა, იმ ლუკმას აქ უნაწილებენ. და განა ის მარტო ჩემი ისენი კაცო. რამდენია მთელი საქართველო ვინ იქნება ისეთი რომ იქ არავინ ყავდეს, იქ არავინ ჰქონდეს. მეგობარს ნიშნავს რა ევროპა მეგობარს ნიშნავს უღალატო მეგობარს. გვერდით რო გიდგა რა გამოკეთი, გამოსწორდი. შუქი რო გაკეთდა ესე რო გაკეთდა არა რამდენი ზოგი ძახის 2.600.000 დოლარი რამდენი ეს 2019 წელს და წარმოიდგინე ეს რამდენი 6-7 მილიონი რო წაიღო ამას ევროპაში ვინდა გადაწესებინებს გას შუქი ხომ ექნებოდა მეტი ეხლა ყველაზე პრობლემა შუქია გელა შუქია სინათლეა რო იმიტომ რომ ყველაფერი შუქზია ეს ტელევიზორიც, ეს ინტერნეტიც, ეს ბოლო-ბოლო რო ჩამოვიდე დიდი ღამეა ზამთარში. ძალიან დიდი ღამე არ გათენდებათ 16 საათი, 17. დაბაი ლამპის შუქზე იმაზე თვალგახელი კიდე რო იწვე კაცო, ვერ ადგე უნდა წაიკითხო, უნდა რაღაცა ის გინდა რა, პლიტა ჩართო, ან რაღაცა. ეს ევროპაში ხო ესეთი არ იქნებოდა ჩემ მაგალითს, მაგას გეუბნებ. რაღაცა როკი ვიცხოვრე და ამ ხელა ტერიტორიას როული მთელი 50,000 ჰექტარ მიწას მაინც სულ მინიმუმი. შო ჰექტარიც მექნებოდა რაღაცა ის მექნებოდა სადღაცა იქ ევროპა იმაში იაპონიაში მგონი ერთი ბავშვი მაიარა სკოლაში 10-11 წელი და სკარასული მატარებელი იმის გულში ჩერდებოდა რაღაცას გადაადგილებდა იქ ჩერდებოდა ჩამოსვამდა ერთ ბავშვს და წავიდოდა რა ხო და ჩვენ მე ამ ხელა ტერიტორიას იმაშვები და დენი აქ არის და გუბერნატორი რო ამობრო ტყემალზე ზისო იმან ერთი ტელეფონი უნდა რა რომ უთხრას რომ გაერკვიეთ კაცო სად არის აბა იმანტიორი ხარ ვინ ხარ თუ ი ლაბორატორია სადა გაგთმეთ პატრონი ხო უნდა ჩემი მაგალითი ეს არის რომ პატრონია ის ევროპა პატრონი იქ ევროპა გადა იმას ვამობ რომ გერმანია ჩემი პატრონი ეს არის აი ჩვენო ვიქნებით ევროპული სახელმწიფო პატრონი გვექნება მე თვითონ აქვე გვექნება სახელმწიფოში ის პატრონი მაგას ვნიშნავ მე ის ევროპა აქ მინდა ჩემ ქვეყანაში მინდა იმაზე ვდადობ რომ ის შვილები და შვილიშვილი იქ რო აჩერენ და სვის ხელი იმას რესპუბლიკის სახელს და იმას რომ იქ მოქალაქეობას იღებენ ეს აქ გვინდა აქ და იმიტომ არ გვაძლევს ევროპა რომ არა ვართ რა რუსების მსახურები ვართ მონებად გვაქცია რა ერთმა იმან კისერგაცვეთილმა მე ვაჭარმა რა čo ეგ ეხლა რომ სოფლელ კაცს მოუყვე არა აქ ჩეხავდა წინათ კაცი რა ხელსური კაცი აქ ჩეხავდა რა გაგათხოვებენ და ხო აი რაღაც ირეთი აშინებენ აბა აი ეგენი რო უთხრა ეხლა დუშელ კაცს ჩავხალსურავი მთიურგუდა მაყარი ეს რა ვაშკაცი ხალხია ზოგან ეს არ უნდა თქვა ბიჭო თათუშეთში სვანეთში ამაში იმაში ის კვლასუსტებისთვის და იქნება ზოგი წმეეგება ვისი ეშინია გას შემაწინებარმა ის ამაკ სამაყო გაიგე რომ სისხლით მორწყა აქაულო მაგით ვამაყობდა რას ვისი მაშინებს ჩემი სამშობლო ხელს ვინდა გადებინებ ხო და ოგე ეხლა მონობისკე და მსახურობისკე მიდის რა ქვეყანა და მადლობა გე გოგო ბიჭებს თუ კი როდისმე საშუალება მექნება იმათ მოუხადო რა ის პატიმრები რო არიან ავაშკაზი გაუტეხელი გოგო ბიჭები ისენი იცი ვინ არიან აი მარომაყაშვილებია აი სანწუხელიძეებია რო იცოდი აი ტყვია რომელსაც არ გავორდია მაგრამ აი ისინი იბრძვიან ესე უნდა ბრძოლა უნდა აი სანამ ეხლა ის გოგობიჭები გამოდიან იქ ცენტრში და იბრძვიან ერი მანამდე ვართ გელი მე როცა უკვე ყველა თავს დახვრი და შევძრებით იმ ჯამში და ლუკმაში ერი აღარ ქვია მე მონები ვიქნები სახურე ბრუნდები დღეა სივრცეში ჩვენ ახლა არაჩვეულებრივ ადამიანს მოусმინეთ ფაქტიურად ყველაფერზე ელაპარაკა და თქვა რაც კი შეიძლებოდა აი ამ 18 წუთში რომ ადამიანს ჩამოეყალიბებინა და ეს არის მართლა საოცარი ვიდეო გიგი საოცარი რამ თქვა გიგლა ოჩიაურმა რომ მე ევროპა აქ მინდა მოდი ყველამ პატარა რეფლექსია გავაკეთოთ ახლა ნანახზე და რას ნიშნავს თქვენთვის პირადად ევროპა აქ ია თქვენთვის ჯაბა თქვენთვის დავიწყოთ კიდე მე მითხრა დიდი მადლობა გადავხდა ამ ადამიანს იმიტომ რომ ესე
მარტივად, ესე ნათლად, ესე გულით ალბათ თუ არ გამიგრო ეს აიხსნას ევროპა რასაც რატომ უნდა იყოს მართლა ევროპა საქართველოში და რატო გჭირდება ჩვენ ამ სივრცეში გაწევრიანება ეს იყო ძალიან ისე ვთქვათ მოცულობითი ამ ადამიანის ხედვა რეალურად როგორ გაგვიადვილებს ევროპა ცხოვრებას როგორ შეცვლის საქართველოში ჩვენს ყოფას ნებისმიერ რეგიონში და ნამდვილად მადლობა ამ პოზიციისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი არ ხვდება განსაკუთრებით მასაკის ადამიანს, რომელსაც ეს ზუსტად ესმით თუ რა არის ევროპა და საერთკენ მიდის ეს ქვეყანა. ძალიან ზუსტად ახსენა, მაგრამ დრო დავკარგეთ ჩვენ, ძალიან დიდი დრო გავიდა, რაც ჩვენ ვართ ახლა აი ამ სრულ გაუგებრობაში, ვკარგავთ დროს, ერთად გილას ვტკეპნით, როდესაც ჩვენი უახლოესი მეგობრები, უკრაინა და მოლდოვა ძალიან დაწინაურდნენ ამ პროცესში და დიდი ალბათობით ისინი რამდენიმე წელიწადში უკვე მიიღებენ ასე ვთქვათ, მიპატიჟებას გაწევრიანებას. ანუ ჩვენ რეალურად ჩამოვრჩებით იმ ჯგუფს, სადაც როდესღაც დიდი ხნის წინ ვითვლებოდით მოწინავე ქვეყნად, ლიდერ ქვეყნად. ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, მაგრამ დრო კიდე არსებობს იმისა, რომ ჩვენ გამოვასწოროთ ყველაფერი, კიდე ავიყვანოთ ჩვენი თავი ხელში, შევცვალოთ რეალობა საქართველოში და დავიწიოთ ევროპას. დავიწიოთ იმათ რომ ჩვენ რეკლამის შემდეგ აუცილებლად გვექნება ცოტა უფრო საშუალება რომ განვავრცოთ თქვენი აზრი ყველასი. ია, თქვენც რომ მითხრათ და უკვე მანიშნებენ რომ საფრანგეთიდან ზარი მზად არის, გთხოვთ. მოკლედ ვეცდები. კი, ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო ეს ფრაზა, რომ აქ გვინდა ევროპა და როდესაც საუბრობთ ხო, აი ამ ევროპასთან ურთიერთობაზე, სწორედ ამას უსვამთ ხოლმე როგორც წესი ხაზს, რომ ჩვენ გვჭირდება ევროპული ტიპის სახელმწიფო აქ, რომელიც აქ უნდა ავაშენოთ და ჩვენ უნდა ავაშენოთ, ხო? ჩვენი თავისი მედად უნდა ვიყოთ და ბევრი რამ ვისწავლოთ და ამაში რა იგულისხმება ხო რაც პრინციპში ძალიან კარგად განიმარტა სიუჟეტში ერთის მხრივ სახელმწიფო სადაც ადამიანებს ექნებათ თავისუფლება თავს იგრძნობენ თავისუფლად და მეორეს მხრივ სადაც სახელმწიფო იქნება ხალხის ინტერესების დამცველი მათი უფლებების დამცველი და პირველ რიგში ალბათ მათი სოციალური სამოქალაქოსთან ერთად მათი სოციალური უფლებების დამცველი ხო იქნება იქ ჯანდაცვა და საქმება გადაადგილება ბინა და ჭერი თავზე თუ ასე შემდეგ და სწორედ იმ შემთხვევაში ხო თუ ჩვენ შევძლებთ რომ აი ამ ტიპის მართლა პასუხისმგებლიანი უფლებებზე თავისუფლებაზე ორიენტირებული სახელმწიფო შევქმნათ მაშინ უკვე მართლაც ნაკლები ადამიანი გაიქცევა თუნდაც ქვეყნის გარეთ და წავა ემიგრაციაში აღარ იქნებიან იძულებული ხო იმიტომ რომ ეს ევროპა აქ ექნება ანუ ცხოვრების წესრიგ და ამ სტანდარტებზე დაფუძნებული ქვეყანა ჯაბა ჯანმრთელობის დაცვა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული წერტილი ჩვენი ქვეყნის იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის გასული საზღვარგარეთ და 15-16000 ადამიანის გასვლა ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ჩვენ ახლა მოვისმენთ რუსა გიორგაძეს მოусმენთ საფრანგეთიდან, რომელიც თავისი შვილის ჯანმრთელობის გამო არის ახლა საფრანგეთში და შემდეგ უკვე პირდაპირ გადმოვდივარ თქვენთან, რომ გავაკეთოთ კომენტარი. რუსა მოგესალმებით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოიცალეთ, მე ვიცი თქვენი რეჟიმი და თქვენი ისტორია რომ მოგვიყვეთ, თუ შეიძლება რომ რაღაცნაირად შემდეგ გავაკეთოთ ამის ასე ვთქვათ კომენტირება რომ გააკეთოს ბატონმა ჯაბა ზარქუამ. გისმენთ. გამარჯობათ პირველ რიგში გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს ღია სივრცეს და მოკლედ მადლობა თქვენ რომ კიდევ აღღერებთ ამ პრობლემებს. მინერალიზაცია მოკლედ საერთოდ მნიშვნელოვანი პაციენტი ბავშვების და მშობლებისთვის. ჩემი ოჯახის მწარე გამოცდილებას მოგიყვებით. თუმცა ჯერ კიდევ დაუდგინდა ფიფსიბნე, მოკლედ დიაგნოზი არის ემბრიონული რhabdomyosarcoma. მაშინაც ანუ გამოვიდეს გერმანიაში და გერმანიამ მოკლედ ჩაატარა საუკეთესო მკურნალობა ასე ვთქვათ და გამოგვიშოს იქიდან სრულიად ჯანმრთელი. 2025 წელს ლავ დაგვიბრუნდა ეს სადურველი დიაგნოზი და გამოვიქეცით ახლა უკვე საფრანგეთში. იქამდე ვიყავით თურქეთში, თუმცა თურქეთში ჩატარებულმა მკურნალობამ არ გამოიღო სასურველი შედეგი, სიმსივნე კვლავ გააგრძელა ზრდა, ამიტომ ძალიან გაგვიჭერდა ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ასე დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, იმიტომ რომ ფაქტიურად გადამწყვეტი, ფაქტიურად რისკზე წავედით, ან ჩემი შვილის სიცოცხლე გავრისკეთ, იმიტომ რომ არ ვიცოდით რამდენად დროულად მოხდებოდა ბავშვის მკურნალობა, დროულად მოხდებოდი თუ არა სასურველ კლინიკაში. თუმცა მადლობა ღმერთს და ალბათ კეთილ ადამიანებს, ვინც დაგვეხმარნენ და მოხვდით იმ კლინიკაში, სადაც დღეს გიო არის
და მას პროფესიონალი ექიმები და პროფესიონალური მკურნალობა უტარდება და ასე ვთქვათ ეს ერთადერთი საბოლოო იმედია, ასე ვთქვათ იმის, რომ ჩემს ისევ ჯანმრთელს ვიხილა. რუსა, მე ერთი რამ მაინტერესებს, რომ არ ყოფილიყო საშუალება, რომ თქვენ წასულიყავით საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში საფრანგეთში. რა შეიძლებოდა მომხდარიყო? ფატალურად დამხმარდა. ანუ ჯერ მაშინაც კი 2001 წელსაც კი არ ქონდათ საქართველოს სასურველი პირობები და დღესაც იმის მერე არაფერი შეცვლილა. გარდა იმისა, რომ შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს, ძალიან ბევრი ხარვეზი და ამაზე კიდე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ვეღარ დაველოდეთ საქართველოს ქართულ პროგრამას, იმიტომ რომ საკმაოდ გვიწელავდნენ დროში. ამიტომ მოკლედ გადავდეთ ყველაფერი, რასაც ქვია გავრისკეთ და გამოვიქეცით, იმიტომ რომ ანუ დღის პირველ საათებში სხვა რაღაცაზე ვფიქრობდით და ველოდებოდით კიდევ სახელმწიფოსგან დახმარებას და დღის მეორე ნახევარში ვიყიდეთ ბილეთები და გამოვიქეცით, რასაც ქვია საფრანგეთში. ისევ იმ იმედით, რომ აქაური მკურნალობა, აქაური პოლიტიკა მოკლედ ჩემს რაღაცა კიდე დიჩანს მისცემს სიცოცხლით და განსხვავების. რუსა, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად ონკოლოგიას სპეციალურად მიუძღვნით გადაცემას, იმიტომ რომ დღესაც ხვდებით და რა თქმა უნდა გვაქვს კონტაქტი ადამიანებთან, რომლებიც აშკარად ლაპარაკობენ ონკოლოგიაში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ დღეს მე რა მინდა იცით რომ გკითხოთ, აი ის რომ უვიზო რეჟიმის შემთხვევაში სხვა ადამიანებს, სხვა პაციენტებს, აი როგორი სიტუაცია შეიძლება შეექმნათ? საკმაოდ რთული კი არა, საშინელი ალბათ, იმიტომ რომ ერთადერთი იმედი, რომელსაც ებღაუჭები ასე დროს არის ევროპა და შენი ქვეყნიდან გამოქცევა. ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც ეს გადამწყვეტი მომენტი იყო, ჩემი შვილის მკურნალობა უნდა შეფასებულიყო, მაგ დროს გავიგეთ, რომ ანუ ვიზა ლიბერალიზაცია უნდა შეწყვეტილიყო. გარდა იმისა, რომ ფიქრობ, შენი შვილი რა მდგომარეობაშია, ანუ როგორ უნდა უმკურნალონ, კიდე ფიქრობ იმას, რომ რო დაგჭირდეს გაქცევა, ანუ ვერ გაიქცევი. სხვა საშუალოს ვეღარ პოულობ, სხვა იმედი, ერთადერთი იმედი რაც გაქვს, რომ გამოიქცე და ევროპაში ნახო, ანუ მაგ იმედსაც გისპობენ. რუსა, ამ წუთას გიორგი როგორ არის ახლა, მისი მდგომარეობა როგორია? საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ქიმიის გართულებებს ებრძვის და ნუ ველოდებით კიდე რაღაც შედეგებს, თუმცა ჯერჯერობით სრული პასუხი არ გვაქვს, კიდე განხილვის პროცესი. ანუ დიაგნოზის დაზუსტების პროცესია. რუსა, რა თქმა უნდა, გიორგის უსურვებთ ჯანმრთელობას, მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ უსათუოდ ვიქნებით ხასზე და ყოველთვის დაგიკავშირდებით, იმიტომ რომ თემა, რომელიც ეხება ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში, უსათუოდ არის ცალკე განხილვის თემა ალბათ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთვის გამოყავით დრო. ჯაბა. მოგმეთ მადლობა. არ ვიცი, ამის მოსმენა რა თქმა უნდა ძალიან რთულია და არაერთი მსგავსი სცენარი შეგვიძლია მოკლე კომენტარად დავამატოთ თუ შეგვიძლია? შეგვიძლია. იმიტომ რომ ხო ეს თემა მოკლედ ცოტათი არ ითქმის რა, რამდენიმე რამეზე მინდა გავაკეთო, გავამახვილოთ თქვენი ყურადღება რა. ჯერ ერთი განსხვავდება უცხოეთი ქართველი პაციენტისთვის, ანუ უცხოეთი ძალიან მარტივად რო დავყო, არის თურქეთი და ევროპა. სხვა უცხოეთი მეტი ქართველი პაციენტისთვის არ არის. რუსეთში სამედიცინო მიგრაციისთვის არავინ არ მიდის, ან იმდან ცოტა ნაწილი რა ნუ არაფერს საერთოდ იმას დიდად არ ეთყობა, აქეთ აზიის ქვეყნებში ხა არავინ არ მიდის რა. ეხა ამ ორ შორის არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი შინაარსობრივი განსხვავება. თუ ევროპაში რომ მიდიან, აი ხაზი ის ძალიან ნათელი გონების ადამიანი ბატონი გიგლა ლაპარაკობდა ძალიან სწორად უსვამდა ხაზს რაღაცებს რა რომ ექიმი არსებობდეს უბრალოდ და სამედიცინო სერვისი არსებობდეს ეს აფერს არ ნიშნავს ხელმისაწვდომი უნდა იყოს რაღაცა ექიმამდე თუ მივედი და აქეთ რაღაცა სახში ვერ დაბრუნდიო ეგრანაირი ექიმის არსებობა ხო ეგეც არ არის მაგრამ ეგეც რო არსებობდეს მასე არ არის უყურეთ მე სამედიცინო მიგრაციას რამდენიმე მიზეზი აქვს რა ერთი არის რომ როცა რაღაცა სამედიცინო დახმარების რაღაც ტიპის სამედიცინო დახმარება უბრალოდ არ არსებობს რაღაცა კვლევა არ არსებობს ან დაბალი ხარისხით არსებობს ან წამალი არ არსებობს და ამჟამად ამისთვის მიდიან პაციენტებს სხვადასხვა იმებში რა ქვია რამე იშვიათი დაავადებაა რომ რაღაცა იქ სპეციალისტი არის ძალიან ვიწრო და იმასთან მიდიან რომ იმგონავ მაგრამ მეორე მიზეზი არის კიდევ რა მან უფრო ხშირი ბევრი პაციენტი წასულა საზღვარგარეთ და გაუგზავნებია მკურნალობა და თავის დაავადების მართვა ევროპის ქვეყნებში
ისეთ შემთხვევაშიც კი, როცა ასე ფურცელზე საქართველოს რაღაცები შეიძლება არსებობდეს. ეგ როგორც წერ არის, იცით, მე ვიცი ერთი არაერთი პაციენტი, რომლებიც ღვიძლის დაავადებებით წასულან ევროპის ქვეყნებში, იმიტომ რომ აქ ექიმთან ვერ მიდიან ფიზიკურად. ანუ ის ადამიანი ხა ბატონი გიგლა რა, ექიმს ნანახი არც ეყოლება, ვერ მიდის იქამდე, ფული არ არის რა. ფიზიკურად გადაახვა. ფიზიკურად გადაახვა, ფული არ აქვს რა. ანუ ექიმთან მისვლა ის არ არის, მისვლა ნახავს, აი ხა ექიმი ნახავს და გაუწევს ანგარის დაუშვათ რაღაცა იმას რა ქვია, კონსულტაციის თანხას არ გადაიხდის, მაგრამ რა კვლევას რას იზამ, წამალს რას იზამს, ანუ ფული არ არის რა. და ხო რა, ანუ ეგ არის ხაზგასასწრაფო, რომ ევროპის ქვეყნებში რომ მიდიან, იქ ევროპის ქვეყნებში ჯიბის ფულით ასე არ მიდიან რა, ექიმთან არ დადის. ანუ სოციალური პასუხისმგებლობის კეთილდღეობის სახელმწიფო როცა გვაქვს, სახელმწიფოს აქვს ფუნქცია, რომ თავის პაციენტებზე იზრუნოს რა. ისე რომ ამათ არ მოუწევთ რაღაცა ცხოვრებას რა მძიმეა იცით ეგ ლაპარაკი ხა იმ ამასინათ ხონდა 60 წლის ადამიანთან რა ლაპარაკი რომელიც გეგმავს სამედიცინო მიგრაციას და ამ თემაზე ლაპარაკობთ ძალიან ისე რა რაციონალურად იქ რა იქნება ხა ექიმი ჩართული ვარ ამ იმაში რა საქართველოში რა იქნება მაგრამ თვითონ მე აი ცოტა შორიდან რო შევხედე რა სახლში რომ მოვედი ძალიან დამძიმდი რა იმიტომ რომ ვითომ ყოველდღიურობა არაფერი რა თითქოს რა რაღაცა ძალიან ჩაულებრივი გახდა ეს სცენები რა ჩვენთვის და რო დაფიქრდეთ რა ზოლაპარაკობ 60 წლის ადამიანი წარმოიდგინე ინა არის ის აქ გაზდირი აქ ყავს ყველა ხა რა უნდა ემიგრაციაში ეს რაღაცა რომანტიულ ფერებში არავინ არ დარბუროს რა რაღაცა საფრანგეთში ცხოვრობს და კარგ ქალაქში იქნება და წდება ყველას ენა არის ის და მასე რამდენი მართლა ანუ ბევრი პაციენტი ვიცი რომელიც აი ასაკში წასულან და აი რო საერთოდ როგორ გადარჩენილან იქ არ ვიცი რა იმიტომ რომ კარგი სახელმწიფოა და მოუარა ასეთ ადამიანსაც კი რომელმაც ყველაფერი ვერ გააგებინა მაგეთ სახელმწიფო უნდა ბატონ გიგლას და მაგეთ სახელმწიფო გვინდა ჩვენ რამე განსაკუთრებული კი არ გვინდა ესე იგი 2024 წელს 16000 პაციენტი გავიდა საქართველოსდან მარტო ერთ კვარტალში და გიგი მე რა მაინტერესებს იცით აი უვიზოს შემთხვევაში აი ამ უვიზო მიმოსვლის გაჩერების შემთხვევაში ამ ადამიანებს რა შანსებს უტოვებთ იმისთვის რომ გააღწიონ თუნდაც აი სანუკვარი საფრანგეთის ან ევროპის სხვადასხვა კლინიკებისკენ პროცესი თავდაპირველად ძალიან გართულდება, იმიტომ ჩვენ გვახსოვს, შესაძაც არ იყო საუზი რეჟიმის ლიბერალიზაცია, ადამიანები დიდი ხნის მანძილზე აგროვებდნენ საბუთებს, კიდევ ერთი ხნის მანძილზე იდგნენ რიგებში და მე საბუთების შეტანის შემდეგაც რაღაცა პერიოდის დაცდის შემდეგ, რაც კვირები გრძელდებოდა ეს ამბავი, გარანტირებული პასუხი დადებითი არ ქონდათ. ანუ არ იყო გარანტირებულად იმის ალბათობა, რომ ისინი მიიღებდნენ დადებით გადაწყვეტილებას. ეხლა ესეთ საკითხებზე არის საუბარი, ჯანმრთელობასაც ეხება, ხო? ეს ყოველი დღე წყვიტავს, ხო? საათი ადამიანს ჭირდება სასწრაფო დახმარება, ის ვერ დაისწრის, დიდი ხანი ვერ დადგება, დიდი ხანი რიგში ვერ დაელოდება, სხვა შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს, სადაც თანაფარდი პრობლემა ქონდეს, ხო? ვერავინ ვერ დაუცმობს რიგ, ანუ პროცესი თავიდან ბოლომდე რთულდება მნიშვნელოვნად. ამის გათვალისწინებით, ანუ ეს არის იმდენად გამარტივებული პროცესი, განსაკუთრებით ჯანმრთელობის თვალსაზრისით და იმდენად ხელს გვიწყობს ევროპამ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად ვერაფერი ამას ვერ ჩანცილს ჩემი აზრით. აი საუბრობთ ახლა ამაზე, რომ რაც სხვა ალტერნატივები არსებობს, მაგრამ რეალურად ევროპის ხარისხს ჯერჯერობით ვერავინ ვერ თავაზობს, ხო? მიხედავთ იმის, რომ არსებობს რაღაც კლინიკები თურქეთშიც, მაგრამ ევროპის ხარისხს, ევროპის მომსახურებას, ევროპულ ასე ვთქვათ სტანდარტს ვერავინ ჯერჯერობით ვერ თავაზობს და ქართულში ეს არის რეალურად ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები ინსტრუმენტი, რომელიც აძლევს საშუალებას ნებისმიერ ადამიანს აი ესეთ მდგომარეობაში სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება და თავის ნათესავი იქნოს საკუთარ თავთან მიმართებით, ადგეს და პირდაპირ ერთ დღეში აირჩიოს კლინიკა, ნახოს და პირდაპირ გადაფრინდეს და მიიღოს ეს დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს კიდევ ამ მიმართულებითაც, თუმცა ახლა არის სარეკლამო ჭრა საარჩევნო რეკლამებთან დაკავშირებით. გაივლის თუ არა დაბრუნდებით ამ თემაზე, თქვენ ღია სივრცეს უყურებთ. ბრუნდებით ღია სივრცეში, ვინც ახლა შემოგვიერთდა და ვეტყვი, რომ ეს არის გადაცემა ღია სივრცე, რომელსაც საქართველოს ამბები წარმოგიდგენთ რეალური სივრცის ავტორებთან ერთად ფორმულას ეთერში და დღეს ვლაპარაკობთ რისკებზე და შედეგებზე, რაც ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას და ევროპული კურსიდან გადახვევას მოყვება. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად დაზარალდება, თუ უვიზოს ვერ დავიცავთ, ემიგრანტები არიან. მხოლოდ 2023 წლის მონაცემებით ემიგრაციაში 163,400
მოქალაქე წავიდა 2024 წელს კი 65,000-მდე. ეს ის ხალხია, აქ ოჯახებს რომ ინახავს და მეტიც საქართველოს ეკონომიკას რომ ასულგმულებს. ჩვენ ახლა გვაქვს ჩართვა საბერძნეთიდან ნანა დელიოს ჩაგვერთვება ახლა ჩვენ. ნანა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენთან ერთად. დიდხანს არ დაგაყოვნებთ. მე ვიცი რომ თქვენ თბილისში იყავით და დღეს ჩაფრინდით უკან საბერძნეთში. ნანა, ყველაზე დიდი პრობლემა რაც uvizო რეჟიმის შემოღებას შეიძლება მოყვეს საბერძნეთში მცხოვრები, გაუქმებას შეიძლება მოყვეს საბერძნეთში კონკრეტულად თქვენთვის და საბერძნეთში მცხოვრები ძალიან ბევრი ემიგრანტისთვის. რას გამოყოფთით ძირითადად? პირველ რიგში მოგესალმებით. პირველ რიგში გამოყოფთი იმას, რომ uvizო მიმოსვლის შეწყვეტა ხელს შეუშლის ოჯახების კონტაქტს. არსებობს ასეთი კანონი, ახაც ჩვენთან საბერძნეთში ზოგადად ოჯახების გაერთიანების კანონია ქვია ამას ზოგადად, როცა შესაძლებლობა იყო ამ ვიზო რეჟიმის საფუძველზე ერთმანეთს დაკავშირებოდა ოჯახი, ან ჩამოგვეყვანა ჩვენი მეგობრები და ნათესავები, ან ჩვენ ჩავსულიყავით თავისუფლად. ამის შესაძლებლობა შიშობ, რომ საფრთხის ქვეშ არის. თქვენ უკვე 30 წელია ხართ საბერძნეთში. რატომ დაგჭირდათ ასე ვთქვათ ამდენი ხანი ყოფნა საბერძნეთში, ვთქვათ, აი ეს რას უკავშირდებოდა ოჯახის დახმარებას ოჯახისთვის, კონკრეტულ ფინანსურ პრობლემებს, თუ შეგიძლიათ ამაზე მოკლედ რომ მოგვიყვეთ. ეხლა საკმაოდ დიდი დროა 30 წელიწადი და მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დროის განმავლობაში არ მოიძებნა შესაძლებლობა საქართველოში ან ჩვენი დაბრუნების სრულად და იმ სივრცეში გაერთიანების როგორც ყველა არის სამუშაო სულგულისხმობ ან და არ მოხდა ისე რომ ქვეყანა წასულიყო ცოტა წინ 30 წელიწადია მე მგონია ვტკებდით ერთსა და იმავე ადგილს ევროპასთან გაერთიანება ან ევროპულ ოჯახში შესვლა ეს არის ხაერივით აუცილებელი ჩვენთვის ასე ვფიქრობ და ეს 30 წელიწადი რომ ჩვენ ვერ შევძელით ან გაერთიანება ან უკან დაბრუნება იძულებული ხარ დარჩი აქ იმიტომ რომ სხვანაირად იქ საქართველოში იმათ ჯანმრთელობას იმათ ნათესავების კარგად ყოფნას რო ვთქვათ უბრალოდ ყოველ დღიურობას ვერ შეინახავს სხვანაირად. ანუ თქვენ გიწევთ ფაქტიურად ორმაგი შრომა. ეს არის დედა და და, რომელიც არიან საქართველოში და თქვენი ოჯახი, რომელიც არის საბერძნეთში, ხომ ასეა? დიახ. და ეს საკმაოდ რთული პროცესია. მე მარტო ჩემზე არ ვიტყვი, არსებობენ ადამიანები საქართველოში, რომლებიც სეზონურადაც გადიან და იძულებული არიან გავიდნენ ამ სამუშაოებზე ზუსტად ჯანმრთელობის გამო, რომ არჩინონ მარტო კი არა ოჯახი, რომ შვილის ჯანმრთელობის გამო მამა იძულებულია თვეოდვით იყოს საზღვარგარეთ, შემდეგ ბრუნდებოდეს და ჰქონდეს შესაძლებლობა ბავშვის ჯანმრთელობა არეგულიროს ევროპულ სივრცეში, რო ვთქვათ ასე, ხო? იმიტომ რომ პირდაპირ ვთქვათ ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობა საკმაოდ შეზღუდულია საქართველოში. ბევრი მომენტებია ამის მანიშნებელი, მაგალითად, თუნდაც ოპერაცია იყოს, თუნდაც რაიმე დიაგნოზის სრულყოფილა დასმის შესაძლებლობა იყოს. იმიტომ კი არა რომ განათლება გვაქვს, იმიტომ რომ არ გვაქვს ამის თავისუფლება. აქ შეიძლება რაც დაუშვათ ადგილზე არ მოხერხდება საბერძნეთში, თავისუფალი შესაძლებლობა აქვს გასვლა გამოცვლა იყოს სხვა ქვეყნებთან, როგორიც არის ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი თავისთავად საფრანგეთი და სხვა ქვეყნები, სულ ყველა ინგლისში ძალიან თავისუფლად და სწრაფად შეიძლება მაგალითად საბერძნეთიდან ინგლისში გასვლა, თუ რაღაცა არ მოწესრიგდა აქ ჯანმრთელობის ხრი. მე ხა ჯანმრთელობაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული უფრო. არა, უპირველესია ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა. თავარია, რა თქმა უნდა. ნანა, ჩვენ ვიცნობთ ადამიანებს მაგალითად ერთი ოჯახიდან, რომლებიც სამ-სამი თვის არ არღვევენ, თქვათ, დადგენილ წესს და სამ-სამი თვით ოჯახის წევრები ცვლიან ერთმანეთს და ისინი, ასე ვთქვათ, მთელი წელი ახერხებენ, რომ გამოიმუშავონ რაღაც კონკრეტული თანხა. თუ არიან ეს ადამიანები, აი თქვენთან საბერძნეთში იცნობთ მათ და თქვათ, იმ შემთხვევაში
საქართველოში ახლა უშუალოდ მათ სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, არა მაქვს აღებული. მაგრამ ვიცი ნამდვილად რომ არიან ოჯახები, რომლებიც მიდიან ირლანდიაში, მიდიან გერმანიაში, თვეობით, შემდეგ ბრუნდებიან ისევ ზუსტად იმ თავისუფლების შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც ვიზა ლიბერალიზაცია ჰქვია. და მარტო კი არ არჩენენ ოჯახს, შვილებს და მათ ჯანმრთელობას ასევე განათლებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უზრუნველყოფს ოჯახის, ვთქვათ, შვილების განათლებასაც მათ შორის იმ თანხებით, რომელსაც მოიპოვებს. აი საქართველოსთან, მაგალითად საბერძნეთიდან, მაგალითად არის შესაძლებლობა ბავშვებისთვის თვითონ სტუდენტებს უგულისხმობ ერაზმუს მეშვეობით, ბავშვები ხდება გაცვლითი პროგრამები. ხდება ამ გამოცდილების გაზიარება, ხდება სრულყოფა განათლების, ხდება სრულყოფა სპეციალიზაციის დარგში ბავშვებისთვის, ბავშვებს გულისხმობს სტუდენტებს და ახალგაზრდობას. ამის შესაძლებლობას ევროპა იძლევა სრულყოფილად. და იცით რა ამის დაკარგვა ჩვენთვის ძალიან დიდი ხნის 70 წლის, თუნდაც უფრო მეტი დროის დიდი მონდომების ასე ერთად წელში გადაყრა არის მე ვფიქრობ დიდი შეცდომა. შეცდომა ალბათ ყველაზე აი რამდენად შეიძლება ვთქვათ ამ პროცესების შეჩერება. ამაზე უკვე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვილაპარაკებთ. მე მინდა გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, რა თქმა უნდა და არ ვიცი ეხლა ამ თუთას გისურვოთ. არ ვიცი რამდენად შეგვიცეთ ახლა თქვენი კითხვები, მაგრამ ევროპაში საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის სულ ცოტა შენარჩუნება მაინც ეს არის ყველაზე მცირესი რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ამ წუთში ამ ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნება და ევროპისკენ სვლა ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა ქვეყნისთვის ისევე როგორც პაციენტისთვის ზოგჯერ გადაუდებელია რაიმე მწვავე ჩარევა მარტო ვიზა ლიბერალიზაციას არ მოიცავს ეს საქართველოს სვლას ევროპისკენ მოიცავს ეს არის ჩვენი საუკუნოვანი სვლა ზოგადად როგორც ქართველი ერის და აუცილებელია ეს დადებითი ცვლილებები მოხდეს საქართველოში. ამას ყველა უნდა მიუდგეს შეგნებით, მოსახლეობა პირველ რიგში ეს ყველაზე დიდი ძალაა და აუცილებლად როცა ქვედაფენებს უკვე აღარ შეუძლიათ, ანუ აღარ ითვენენ და ზედაფენები უნარმოკლებულები არიან, შეინარჩუნონ ის პირობები, რაც თქვეს, მაშინ ხდება ცვლილებები, კაფიო და გასაგები. ძალიან დიდი მადლობა ნანა ჩვენ იმედია კიდევ შევხვდებით ეთერში ერთმანეთს და არა მხოლოდ ეთერში მე ვისურვებდი რომ თქვენ მუდმივად შეგეძლოთ დედასთან კონტაქტი და ეს კავშირი რაღაცნაირად იყოს მუდმივად ძალიან დიდი მადლობა ნანა უღრმესი მადლობა ია და იყო აქ ნახსენები პირდაპირ ნანასგან აი სოციალური პირობები, რომელიც ვერ შექმნა სახელმწიფომ, რის გამოც ამ ადამიანებს მუდმივად უწევთ წასვლა სამუშაოდ, განათლებისთვის, ჯანმრთელობისთვის, სხვადასხვა სფერო დაასახელა. რისი ნიშანია ეს სახელმწიფო, როდესაც ვერ ახერხებს, რომ ადამიანები ნებისმიერ საჭიროებაზე არ გარბოდნენ ქვეყნიდან. კი. აქვე უნდა ვთქვათ ალბათ, რომ ერთი არის ხო ეს გადაუდებელი და შეიძლება არაპროგნოზირებადი საჭიროებები ხო, როგორიც შეიძლება იყოს, აი ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ოჯახის წევრის და ამის გამო წასვლა, ხო, ესეთი რაღაცები ძალიან ხშირად ხდება, მაგრამ მეორე მხრივ ასევე არის ძალიან დიდი გადინება და შრომითი ემიგრაცია იმ მიზეზების გამო, რომ აქ ან არ არის სათანადო დასაქმების ადგილები, ან თუ არის დასაქმების ადგილები, ანაზღაურება და შრომის პირობები არის იმდენად მიუღებელი, რომ ადამიანები იძულებული არიან, რომ დატოვონ ხო ქვეყანა და ქვეყნის გარეთ სცადონ, ეს ნამდვილად არ არის მარტივი გადაწყვეტილება და ეს ალბათ მართლა ოჯახი არ არის დარჩენილი საქართველოში, რომელსაც ერთი წევრი მაინც არ ყავს აი ესეთ შრომით ემიგრაციაში, ხო? ეს თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან დიდი სტრუქტურული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ხო? მისი არა მარტო ეხლა ჩვენ საუბრობდით, როგორ ვერ უზრუნველყოფს ეს სახელმწიფო, ხო? აი ამ სოციალური უფლებების იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება თუ ასე შემდეგ, აი ამ უფლებების უზრუნველყოფას. არამედ ეკონომიკაშიც ძალიან ბევრი და დიდი გამოწვევა არის, იმიტომ რომ ხა მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდა ძალიან ბევრს საუბრობს იმაზე,
იმაზე, როგორ ყვავის ეს ეკონომიკა, როგორ გადაუსწრო საქართველოს ეკონომიკამ გერმანიას და ევროპულ ეკონომიკებს და ასე შემდეგ. სინამდვილეში მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის თავისი გამოცდილებით და თავიანთი საკუთარი ისტორიებით, რომ ეს ასე არ არის, ხო? ვერ იქმნება დასაქმების ადგილები და თუ იქმნება დასაქმების ადგილები, ეს არ არის სათანადო არც ღირსეული სამუშაო პირობების მხრივ და არც ანაზღაურების მხრივ. და აი ვიზა ლიბერალიზაციასთან ჭიდრო კავშირში არის ეს საკითხი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩვენ ვიცით, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ძალიან დიდი გადინება იყო სამწუხაროდ, ხო, ეს ემიგრაცია საქართველოდან, ვიზა ლიბერალიზაციამ გააჩინა იმის შესაძლებლობა, რომ აი რაზეც ეს ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც ჩაგვერთო საუბრობდა, აი ეს თქვა სეზონური ტიპის სამუშაოებზე დასაქმება ადამიანებს შეძლებოდათ შედარებით უფრო ღირსეულად იმ მხრივ, რომ ლეგალურად შეგიძლია ჩახვიდე ქვეყანაში, გადაიპარო საზღვარზე ასე შემდეგ და არის მე პირადად ვიცნობ უამრავ ოჯახს დაწყებული სტუდენტებიდან და არა მხოლოდ სტუდენტები სარგებლობენ აი ამ თქვა ზაფხული სეზონური დასაქმების პროგრამებით, არამედ არა სტუდენტებიც ხო, ადამიანები რომლებიც მიდიან თქვა 3 თვე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანაში და გერმანია არის ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და ისინი მერე მთელი წელი შეიძლება ახერხებდნენ თავის გატანას და მათი ოჯახების შენახვას ფინანსურად საქართველოში, ხო? და თვითონ სტატისტიკაც აჩვენებს ამას, რომ 2017 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც უკვე ამოქმედდა ეს ვიზა ლიბერალიზაცია, საგრძნობლად არის გაზრდილი შრომითი ემიგრაცია სწორედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით, ну ასევე რა თქმა უნდა, საბერძნეთი, იტალია და თუნდაც რომ შევხედოთ, ხო, საქართველოს აი ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ან მეზობელი, რომელსაც არა აქვთ, აი თქვა ცენტრალური აზიის ქვეყნები ან სომხეთი, ისინი ვერ სარგებლობენ ამ ტიპის ვიზა ლიბერალიზაციით, ბევრად უფრო მეტი ადამიანი არის საქართველოდან წასული და ესეც შრომით ემიგრაციაში ევროპაში, ვიდრე აი ამ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებიდან, ხო? ასევე ამაზე მეტყველებს ეს ფულადი გზავნილების სტატისტიკაც, რომელიც, ну, როგორც ჯერ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფულადი გზავნილების ეკონომიკისთვის და მისი სტაბილურობისთვის და წლიდან წლამდე არის მზარდი, რომ ვნახოთ მთლიან შიდა პროდუქტში რა წილი აქვს, ხო? და ეს ბოლო 24 წელს 12% იყო დაახლოებით მთლიანი შიდა პროდუქტის. ხო, ანუ ეს არის თანხა, რასაც ადამიანები, ოჯახები აქ იღებენ, აი ამ გამოგზავნილ თანხას და აქაც ევროკავშირის ქვეყნების წილი არის ძალიან მაღალი. 45% აი ამ ფულადი გზავნილების მოდის სწორედ ევროკავშირიდან გამოგზავნილ გადმორიცხვებზე. ხო, ეს რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი? ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ათასობით და 100,000-ობით ადამიანი საქართველოს მოქალაქე არის სწორედ შრომით ემიგრაციაში წასული ევროპაში. ეხლა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩვენ თუნდაც აი ამ ხელისუფლებისგან მოგვისმენია, როგორც საარჩევნო დაპირებაც, რომ ჩვენ აგვირჩიეთ და ჩვენ შეგიქმნით შესაძლებლობას, რომ ევროპაში იმუშაოთ, ხო? და მაშინ ძალიან ცუდად ხდება ყურს ნებისმიერი პარტიისგან ან პოლიტიკური ფიგურისგან აი ესეთი დაპირება, იმიტომ რომ პირველ რიგში ამოცანა უნდა იყოს, რომ ქვეყანაში განვითარდეს ეკონომიკა ისე და აქ შეიქმნას ეს დასაქმების ადგილები, რომ არავინ არ იყოს იძულებული არც 3 თვით და არც თუნდაც მრავალწლიან ანუ აქ რომ იყოს ევროპა რასაც წავიდეს, ხო? ეს თავისთავად ცუდია, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ აქ არ არის, ხო, არ გაჩნდა სამწუხაროდ აი ამ დასაქმების შესაძლებლობები და სამწუხაროდ პერსპექტივასაც მე პირადად ვერ ვხედავ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში. აი ეს ფანჯარა, რომელიც გამოჩნდა, ხო, რაღაცნაირად ამ ვიზა ლიბერალიზაციის სახით, რომელმაც კიდევ უფრო გაუმარტივა ადამიანებს, რომ გადარჩენისთვის მიდიან, ხო? იქ ახლა სულ ხაზგასმა ბევრჯერ მომხდა ყურში ამ ბოლო დროს, რომ მე რა მოხდა თუ მოგზაურობის საშუალება შეეზღუდებათ ვიღაცებს. ხო, ეს ასე არ არის. ადამიანები იქ მიდიან იმისთვის, რომ გამოიმუშაონ არსებობისთვის საჭირო ფული. და ეხლა ეს არხებით და ეს გზებიც, რომ დიდი ალბათობით ჩაიკეტება თუ მოხდა მართლა, და ეს ხო მარტო ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის, ხო? ეს არის უამრავი პროექტის, უამრავი მექანიზმის, უამრავი იგივე ერაზმუსის, რომელიც ახსენა უკვე. კი, ეს განათლება კიდე ცალკე ნამდვილად განათლება და მეცნიერება ცალკე დიდი საკითხია, ამაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ და ამ მხრივ სწორედ ამიტომაც არის, რომ ვამბობთ, რომ აი ამ მექანიზმის, ხო,
აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ეს არ არის რაღაცა რაც ფურცელზე შეიცვლება. ეს არის ის რაც ან შრომითი ემიგრაციის, ან ჯანმრთელობის, ან განათლების, ან ოჯახის წევრების მონახულების, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ემიგრანტით საუბრობდა რომ ჩაგვერთო. რაღაცა მიმართულებით მაინც ყველას შეეხება, ხო, უარყოფითად და ამიტომაც არის ესეთი მართლა, რა ვიცი, ფუნდამენტური მნიშვნელობის რო ეს ასე არ სანამ გიგისთან გადავალ აუცილებლად უნდა ვკითხო ჯაბას. მე ძალიან ბევრი მიფიქრია იმაზე, რამდენად აი ერაზმუსის პროგრამა როგორც თქვი უკვე ახსენა ადამიანმა კვლევები განათლების საკითხი იგივე სამედიცინო კუთხით და აი ევროპული პრეპარატები, რომელსაც ჩვენ მაგალითად, რა თქმა უნდა, როგორც წესი ვირჩევთ, რომ მივიღოთ, გარდა იმისა, რომ თქვა კურნალობა ეს ერთი თემა, მაგრამ მეორეა ის არაჩვეულებრივი პრეპარატები, რომელიც სრულიად განსაკუთრებულ შედეგს დებს, განსხვავებით იმისა, რაც შემოდის, თქვა, სხვადასხვა ქვეყნებიდან. ხო, არ ზოგადად ახლა ვიზა ახლა რა ვიზაზებით ჩამოვთვალეთ, ხო, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების შემდგომ მოსალოდნელი საფრთხეების და რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ რა. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიზა ლიბერალიზაცია არის ჩვენთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხი. რეჟიმის პროპაგანდა ცდილობს ძალიან მარტივად ამის დაყენებას, თითქოს ეროვნული რა თქმა უნდა ყველაფერი ბჭყალებში უნდა ვთქვათ რა, რაც ესენი ამბობენ, როცა ესენი ეროვნულ ინტერესებს ლაპარაკობენ, მაგრამ ეროვნულ ინტერესებს არ დავთმობთ რაღაცა ვიზის რიგში დგომაშიო და ეს არის ეროვნული ინტერესი. ანუ ხო, ვიღაცაების დედები და ბებიები რო იცოცხლონ, ბებიებმა რო იცოცხლონ და რაღაცა დატკბნენ თავის შულთან მერე ურთიერთობით და ის ჩავიდეს იქ და ნახოს და ისაკ ჩამოვიდეს, ეგ არის ეროვნული ინტერესი, აბა სხვა რა არის ეროვნული ინტერესი. რაღაცა ახალგაზრდა ბავშვი რო წავიდეს იმაში და იშრომოს და არ მოიპაროს და რაღაცები წავიდეს, იშრომოს, ჩამოვიდეს, რაღაცა 2 კაპიკი შოვს, მეც ვიცი, ჩემს რაღაც სოფელს რო ჩავდივარ, თითოეულო და შანსი არ არის, რომ ვიღაცა რაღაცა ისეთი რა დაბალ რაღაცა ხა მიდიან იმაში არ მიდიან ხა რაღაცა სასწაულო საშრომად, ხო, მაგრამ არა, სერიოზული კულტურული გამოცდილება მათთვის. ხა წარმოგიდგენთ, სადაც სოფლიდან ბავშვი ჩავიდა, იქ წავიდა, ნახა ცივილიზაცია, ცოტა ფული გამოიმუშავა, პატიოსთან ჩამოვიდა, ეგ უკვალოდ არ ხდება მაგეთ რაღაცეები. და ეგ ნიშნავს, რომ კი ეგზისტენციალური პრობლემაა ჩვენთვის ვიზა ლიბერალიზაცია. ეს არ არის რაღაც ცალკე. სამოგზაუროდ აზიის ქვეყნებიც მშვენიერია და ლათინური ამერიკაც და რავი, ყველა ქვეყანა მშვენიერია სამოგზაუროდ. საქართველოსდან დაწყებული 1000 რამე გვაქვს აქვეს, არა ხო? მოგზაურობაზე არის კაცო საქმე და მოგზაურობაზე ვლაპარაკობთ. ახლა ამ სიბრიყვას უბრალოდ აი არც მჯერა რომ ამას უბრალოდ აი ვინმე, იმიტომ რომ ეხლა ხო ისეთ რაღაცას ვლაპარაკობთ, რაც მართლა ყველა ჩვენგანს აქვს რაღაცა შეხება. ან ვიღაცას იმპულს უგზავნის, ვიღაცა ნათესავი ვინც ყავს უცხოეთში და იქიდან და ვეღარ გამოუგზავნის შესაბამისად სამლისთვის ჭირდება და ყველაზე მარტივად. ანუ ამას ხო ხედავს რა ხალხი თვითონ და რატო ვართ ასე არხეინად? ხალხი არ არის არხეინად, გულისხმობ აი ზოგადად რაღაც აი თუნდაც ხელისუფლება, რატო ეხა ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას, რატო არის ასე არხეინად და რატო გონია რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება ერთი რიგითი პოლიტიკური თავი იქნება საქართველოს ისტორიაში. არ შეიძლება ვფიქრობ რომ ეს მას არ შეეხება. ხო, ანუ რატო რის საფუძველზე არ ვიცი რა, იმიტომ რომ მართლა სოციალური კატასტროფა გველი, სერიოზული რა და თან შეიძლება ვინმე მიფიქროს ერთ შეხედვით რომ თქვენ სხვათა შორის ეგეც რა თვითონ მაღალჩინოსნებმა რეჟიმის რომ ვიზა ლიბერალიზაციის მერე გაიზარდა მიგრაციაო გაიზარდა მიგრაცია ერთია მაგრამ კავშირი პირიქით ვიზა ლიბერალიზაციის ფარგლებში უფრო არსებობს ოჯახებს შორის ვიდრე მისი დახურვის მერე რომ დაიწყება ტოტალური დეპრესია და გაიზრდება ისეთი ემიგრაცია რომელიც უკან მოუხედავი იქნება საერთოდ და საერთოდ ვეღარ ნახავს დედა შვილს და მამა შვილს და ცოლი ქმარს ხო აი მერე ვნახავთ რა გაიზრდება და როგორ გაიზრდება ანუ კი ემიგრაციის ტალღები გაზრდილი ეგ სიმპტომია ეგ არ არის რაღაცის ეგ არ არის თავისთავად ეს არის შედეგი რომელიც რაღაცამ გამოიწვია ხო ეს რაღაც არის რატომ იცი ხა სამკურნალოდ ხა რატომ ვიდეო 60 წლის ხას რატომ უნდა წავიდეს სამკურნალოდ ისეთ ქვეყანაში ედა რო არის ეკიპს არის რომ არ ურჩევლია რომ აქ იკურნალოს ან არ ურჩევლია რომ საბუშაოდ რო არის წასული ხა სხვაგან არ ურჩევლია რომ აქ იმუშაოს ჩავეძიოთ რა ვიზეზებს რატო არ მუშაობს აბა აქ რატო ხდის მათხოვრულ ხელფას ვიღაცა რატო რატო არ იქნება სამუშაო ადგილები ანუ ეხო სიმპტომია რაღაცის რა ემიგრაცია იზრდება ისე არ არის რომ ვიზა ლიბერალიზაცია მოქცეს და ემიგრაცია გაიზარდა არა ემიგრაცია იზრდება იმიტომ რომ რაღაცეები ხდება ცუდი რა ანუ ეგა მიზეზები აქვს მაგას რა
და რა ვიცი, აბა მაგიზაზე ფიქრი გვინდა სერიოზული, თორე არ გვექნება კარგად საქმე რა, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც რიგითი რაღაცა რა, ეს ვიზუალიზაციას ვიმსახურებთ, ეს არის მოგდებული და ნაჩუქარი არ არის. ქართული ხალხი იმსახურებს ევროპულ სივრცეში ყოფნას, იმიტომ რომ ჩვენს წინაპრებსაც უბრძოლიათ ამისთვის, რომ არა ვარ ჩვენ ახლა გუშინ წინ ამ ქვეყანაზე მოვლენილი ხალხი, რომ ეხა გავახილებ თვალები რა. საქართველოს იმსახურებს ცივილიზაციაში ყოფნას, სადაც მისი ბუნებრივი ადგილია, ხო? კი, სხვათა შორის ბევრმა უკანასკნელი დროის აღმოჩენებმაც დაადასტურა ეს ყველაფერი. დიახაც, სწორედ აქ იწყებოდა ევროპა. გიგი, კიდევ რა რისკებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ? აი, ახლა წლები და საუკუნეები ვიბრძოლეთ ჩვენ ამ ევროპულ სახლში ადგილის დამკვიდრებისთვის. გაითვალისწინებს ამას ევროკავშირი? დიახ, საინტერესო კითხვა, უბრალოდ ჩვენ გვესმოდეს ძალიან კარგად, რომ საუზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არის ერთ-ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესაჭედი მექანიზმი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კიდე სხვა ნაბიჯები გადადგმული ამ ბოლო წლების მანძილზე. ისიც ქართული ხალხის დამსახურებით ერთად რასაკვირველია, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ ასოცირების შეთანხმებას და ყველაზე ბოლო ეს არის კანდიდატის სტატუსი, რომელიც მოგვენიჭა. ხო, ანუ საუზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში მოხდება სრულად კატასტროფული უკუსლა, იმიტომ რომ მოხდება ამ ფორმატების გადახედვაც. ხო, ანუ ჩვენ რეალურად ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ყველაზე ხელშესაჭედი, ყველაზე კმედითი ინსტრუმენტი შეგვიჩერეს, ანუ უკვე საუბარი აღარ იქნება იმაზე, რომ ასოცირება რამდენად სრულდება რა ხარისხით, ან კანდიდატის სტატუსი უკვე ეს უკვე გამორიცხული იქნება აპრიორი, ხო? ანუ ეხლა ჩვენ აპელირება კეთდება იმაზე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების შესრულებას, უკვე უნებიან რეჟიმის წარმომადგენლები de facto ხელისუფლება, მაგრამ რო შევადაროთ ასოცირების შეთანხმება და კანდიდატის სტატუსი, ეს არის ორი სხვადასხვა სამყარო. სრულიად სხვა განზომილებაში ვიყოფთ. ასოცირების შეთანხმება იყო მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ის არ გვაძლევდა იმის გარანტიას, რომ ჩვენ გავხდებოდით ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსი ჩვენ ამის პირდაპირ გზას გვიხსნის, ანუ კანდიდატის სტატუსის მონიჭებით ევროკავშირმა ჩვენ ფაქტიურად პირდაპირ გაგვიხსნა გზა, გითხრათ, რომ ბურთი გადმოგწევთ ჩვენს ქვეყანაზე, და გითხრათ, რომ ეხლა თქვენზე იქნება დამკვიდრებული ყველაფერი. ანუ ეხლა ამ პროცესის გაჩერება უკვე დაიწყება იმითი, თუ შეჩერდა საუზო რეჟიმი. ანუ თავიდან ბოლომდე ჩამოიშლება ეს 10 წლეულებით ნაშენები, აი ეს დინამიკა, რომელიც ხონდა საქართველოს, ამიტომ ეს არ უნდა დავინახოთ მარტო ვიზა ლიბერალიზაციის დროს. ამას გაცილებით უფრო ფართო გაგება ექნება და უფრო ფართო მნიშვნელობა ექნება. ხო, და ესეთი პროპაგანდისტული მესეჯია, მინდა რომ ესეც ყველამ კარგად გავიაზროთ, რაზეა საუბარი. ეხლა რო უკავშირებთ თითქოს რაღაცის სანაცვლოდ თურმე გვიყენებთ ჩვენ ევროკავშირი, ეს არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი, იმიტომ რომ ჩვენ ეს უკვე გვაქვს, ანუ მიღებული გვაქვს 8 წლის წინ. როგორ შეიძლება რომ რაც უკვე მოგცეს, ეხლა დაგვიწყოთ 8 წლის შემდეგ თურმე რაღაც პირობების დაყენება. ხო, ეს არის თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს მიერ გავრცელებული დეзинფორმაცია, ანუ პროპაგანდა, ისინი ამით ატყუებენ საკუთარ მოსახლეობას და ეუბნებიან, რომ თურმე ჩვენ ეხლა წაგვართვენ მას, რაც 8 წელი გვაქვს, თუ რაღაცას ჩვენ არ მივიღებთ. ანუ რასისულელი ყველაფერი დაკმაყოფილებული არის 2015 წელს, 16 წელს ანგარიში იყო და ჩვენ წლიან შევიდეს ყველაფერი ძალაში. ანუ როგორ შეიძლება ძალიან მარტივად წარმოვიდგინოთ, 8 წელია გვაქვს საუზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ეხლა როგორ შეიძლება რაღაცა პირობითობა იყოს ამაში, ამ პროცესში ევროკავშირის ხედავ. ეს აბსურდი, სრული აბსურდი და ტყუილი, ხო? ამის გათვალისწინებით, ხო, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი დაიწყება ამაზე მშელობა. ევროკავშირი მაინც მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, ქართული ხალხი არ უნდა დაისაჯოს არალეგიტიმური ხელისუფლების გამო. ხო, ეს ადამიანებს, ეს ჯგუფი, ეს პოლიტიკური პარტია ქართული ესონგო დიდი ხანი აღარ წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. ხო, ეს აღარ წარმოადგენს ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. შესაბამისად, არავის არ გვინდა რომ ეს მოხდეს, ხო, და ევროკავშირი ძალიან კარგად ესმით, თუ როგორ გამოიყენებს ამას de facto ხელისუფლება ევროკავშირის წინააღმდეგ, მაგრამ ამ იმის გათვალისწინებით რომ დარჩენილია მხოლოდ ასე ვთქვათ კვალიფიციური უმრავლესობა არის აუცილებელი ამ გადაწყვეტილების მისაღებად 15 ქვეყანა იქნება აუცილებელი 15 ქვეყნის თანხმობა რომ დაიწყოს ეს პროცესი დაიწყოს და ყველაზე ხელშესახები ინსტრუმენტის გაჩერება გამოიწვევს თანმიმდევრულად ჩვენს დანარჩენი ინსტრუმენტების ჩამოშლას, უკუსლას და ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვან შეფერხებას. ეხლა იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ ჩვენ ძალიან დიდ დროს დავკარგავთ. და აი რა დროში შეიძლება ეს მოხდეს? აი ამ უკუ პროცესმა ვთქვათ, რა დრო შეიძლება მოიცვას? რამდენ ხანში შეიძლება ეს მოხდეს? არც კი მინდა დაუშვა რომ მოხდეს, მაგრამ აი ყველაზე ცუდი სცენარო წარმოვიდგინოთ, ხო, ჩვენ ეხლა უკვე ჩვენთან აღარ არის საუბარი იმაზე, ჩვენ კანდიდატის სტატუსი ჯერჯერობით გვაქვს, მაგრამ რეალურად ჩვენ დიალოგში აღარ ვიმყოფებთ ევროკავშირთან. პარალელურად უკრაინა და მოლდოვა უკვე შევიდნენ მოლაპარაკებების პროცესში. მოლაპარაკების პროცესი ნიშნავს იმას, რომ 33 თავი არის კონკრეტულად დასახური, 33 თავს დახურავენ. ამის შემდეგ ქვეყანა უკვე ხდება ევროკავშირის წევრი. ანუ უპრეცედენტო რეალობაში ვიმყოფთ ეს, არა მარტო შესაძლებლობის ფანჯარაა, რომელიც გაგვეხსნა
სრულიად წარმოუდგენლად რამდენიმე წლის წინ, არამედ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მომდევნო წელს უკვე აღარ იარსებობს საქართველოში. ამიტომ ყველაზე ცუდი სცენარი რო წარმოვიდგინოთ, ანუ ეს სულ უკვე დაწყებული ამ ადამიანებმა, რომლებიც თავის ხელისუფლებას უწოდებენ, მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ევროპაში აღარ დარჩენილიყო არც ერთი მოკავშირე საქართველოს. აღარ ყოლოდა აღარც ერთი, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები, რომლებიც ანუ დე ფაქტოდ იცავდნენ ჩვენს, ასე ვთქვათ, დეფოლტად იცავდნენ ჩვენს პოზიციას, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში იყვნენ ჩვენს მხარეს. ანუ არ ჭირდებოდა მტკიცება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, არ ჭირდებოდა მტკიცება პოლონეთს, თუ რა მდგომარეობაში მყოფა საქართველო. ისინი ჩვენს მაგივრად საუბრობდნენ, ჩვენს ამბობდნენ ჩვენს სათქმელს ევროკავშირში, ხო? ეხლა ეს ადამიანები არიან, ეს ქვეყნები არიან მოწინავეთა რიგებში, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერებას. ანუ წარმოგიდგენთ, როგორ უნდა მოინდომო ამ პროცესის ჩაშლა და ყველაფრის გაფუჭება, როგორ უნდა მოინდომო, რომ ამ შედეგს მიაღწიო. ძალიან რთული რეალობის წინაშე ვიმყოფებით. მე არ მინდა კიდე ბოლომდე რომ ასე ვთქვათ ნეგატიურად დავხატო ყველაფერი და კიდე იმედი მაქვს რომ საბოლოო ჯამში ეს 15 ქვეყანაც არ შეიკრიბება და მარტო აი რამდენიმე ადამიანის აი პოლიტიკური პარტიის გამო მთელი ქვეყანა არ დაიჭება, მაგრამ ფაქტია რომ სანქციებისთვის უკვე მზადყოფნა არსებობს ევროკავშირში. ჩვენ განცხადებას ვისმენთ ყოველდღიურად, ფაქტიურად ისინი ღიად გვახსენებენ რომ გაქვთ ეს ინსტრუმენტი და ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები გაქვთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, რომელსაც ვიმეორებ, რომელიც ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან რა პირობითობაზეა საუბარი, რას უნდა გთხოვდეს ჩვენ ახლა ევროკავშირი, რომ უნდა თუ არა და გაგვიუქმენ ვიზა ლიბერალიზაციას. ანუ ყველაფერი შესრულებული გქონდა, ყველაფერი გაკეთებული გქონდა. 8 წელია ანგარიშები იწერება და ჩვენ ვიყავით ამ პროცესში, ხო? ეხლა როგორ შეიძლება რაღაც ახალი ელემენტი შემოიტანოს ევროკავშირში, რამდენად აბსურდულია ეს განცხადება, აი უბრალოდ წარმოვიდგინოთ, ხო? ეს არის ყველაფერი კარგად გამიზნული ანტიევროპული, ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელსაც ავრცელებს დე ფაქტო ხელისუფლება და ასე დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და უბრალოდ ყველა. ჩვენ მაინც ალბათ უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ გაითვალისწინებენ ქართული საზოგადოების სულისკვეთებას, იმიტომ რომ დღეს უკვე მე მგონი 299 დღეა საქართველოს მოსახლეობა დგას და იცავს თავის ევროპულ არჩევანს. და მაინც რა არის ყველაზე მეტად დასაცავი, როგორ ფიქრობ ჯევა? ხო, რა დასავია, აქ როდესაც ვიცავთ ჩვენს სწრაფვას, იქ სადაც ქვეყნის უმეტესობას წარმოუდგენია თავის მომავალი, ხო? ეს მართლა ხარ სწორად ბევრჯერ დავაციტირებ ბატონ გიგლას, რომელიც ძალიან სწორად ლაპარაკობდა რაღაცებს. სხვა შორის ძალიან კარგი არის, არაერთი ადამიანი მინახავს ბატონი გიგლას მსგავსად, სადღაც სოფელში, მაღალმთიანში თუ დაბალმთიანში, რომლებიც ძალიან აი იქ გებულობ მოკლედ რა არის ავთენტური ქართული აზრი რა. იმიტომ რომ მთავრობის და რეჟიმის პროპაგანდა ხო იმას ასახავს, რომ ეს რაღაცა დასავლეთის deep state-ის წარმომადგენლები რაღაცა ატრენინგებდნენ რაღაცა ვიწრო ჯგუფებს და მარტო ეს ვიწრო ჯგუფების ინტერესია თურმე დასავლეთში ინტეგრაცია. ანუ ასე წარმოადგენს რა, რომ ვიღაცა ახალგაზრდების მართლა რომელსაც ბერლინის კლუბში გასართობად უნდა ციარული და საშოპინგოთ უნდათ, მარტო ვიღაცა 15 პროვოკატორის და რაღაცა ჩუმად ტრენინგებზე ხალხის ინტერესია დასავლური ევროინტეგრაცია, ხო? და ეს ასე არ არის, ამას ამტკიცებს ბატონი. და აი ძალიან წუხوار თუ მოიკიდა რა, თუ ეს რეალობაა. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ხედავთ ავთენტურად, რომელსაც საერთოდ არანაირი შეხება, არანაირი ტრენინგთან და სწავლებასთან არ ქონია, ავთენტურად ლაპარაკობს იმ რასაც ხედავს ადამიანი, ლაპარაკობს იმას. სიკეთე საიდან მოსულა და მზის პანელები ვინ დაუმონტაჟა, იმას ნახულობს. საქართველოს ხელისუფლება რა ყურადღებას გამოხატავს, რომ ერთი რაღაცა ისიც აღარ აქვს იმ რაღაცით, რომ რეკავდა ეგეც კი გაუუფთა და სანაცვლოდ არაფერს არ თავაზობდნენ და დარჩა ისე ხვისგავცები აღარ აღავს და თვითონ აფასდა რუსეთი იქიდან რომ თვალით ხედავს და რა ხდება საზღვრის მიღმა და საზღვარზე, ანუ ძალიან ზუსტად ასახავს უბრალოდ ამბობს იმას, რასაც ხედავს რა. და ეგ არის დასაცავი გვაქვს ახლა ჩვენ რეალურად სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო შექმნა თუ გვინდა და ვქმნით ამ სახელმწიფოს, გვინდა რომ შევქმნათ ასეთი სახელმწიფო, ამას ვიცავთ რა იდეაში. იმას კი არა რომ მართლა ეს უვიზო მიმოსვლა ხო ინსტრუმენტია რომ რაღაცეებს მივახციოთ, ხო? ხო რაღაცნაირი ქვეყანა რომ შევქმნათ, რაღაცნაირი ქვეყანა ავაშენოთ, ხო? აი ასეთი ქვეყნის შენება გვინდა იდეაში რა. და სხვა შორის დაკარგულ დროზეც მინდოდა მეთქვა რომ მეც უყურებდი რა ამ თემას ასე რომ აი მართლა არაერთხელ მომშლია ნერვები რომ აი მართლა რა სისულელეებში ვკარგავთ დროს რა აი რა დროს ესაა ხო 1000 რაღაცა საინტერესო თემაა აქტუალური რისი მოგვარებაც ან ხელის გაწკაპუნებით შეგვიძლია ან თლად ასე მარტივად არა მაგრამ ცოტა გვიანისთვის მოგვარება და რატო კარგ მაგრამ მე ცოტა სხვანაირად შევხედე ამ ყველაფერს და იდეაში
დაკარგულად მე ამ დროს მაინც ამ ბოლო პერიოდში აღარ ვთვლი რა, იმიტომ რომ ძალიან უცნაური გამოწვევის წინაშე ვართ რა. ანუ ეხლა საერთოდ აი ქართველები მით უმეტეს ის ქართველები, ვინც ვიბრძვით ცვლილებებისთვის რა. საერთოდ რანაირ რეალობაში ვართ, ამას ანალოგი არ მოეძებნება რა, არც ჩვენი ისტორიიდან არ მოეძებნება ანალოგი უახლესიდან და არც ჩვენი მეზობლების ისტორიიდან რა. იმიტომ რომ რაღაცა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცა გამოცდილებას ვიღებთ ეხა პირველად და მაგიტომაც არ ვიცით რა ხდება. იქ ვიღაცა ვინგ მართავს, იქ აბსოლუტურად უგრძნობი ადამიანი, რომელსაც ვერ რითი დაუპირისპირდე არ იცი, ის რაღაცა ყველაფერზე მიდის, აქ შენ ვერ მიდიხარ ყველაფერზე, იქ ის საკეთებ რაღაცებს ეხა ვფიქრობ რა პირველად რომ რა გვიღებს რა და რა რაღაცები წაკითხული მქონდა კინოში ნახე მქონდა მაგრამ სხვანაირი ბრძოლა ვიცოდით იდეაში რა სულ და ეს მართლა ცოტა აი ასე რომ არ რეაგირებდეს ხალხის იმაზე მაგეთ მე ძალიან ცოტა გამახსენდება რა აი 200,000 კაცამდე იდგა და 150,000 კაცი 10 დღე ხო და სპეცრაზმელი არაა დასჭირი რაზე ვლაპარაკობთ ხო ანუ რა იმაზე ვლაპარაკობ აი ფორმალისტურადაც კი რომ აი რაღაცით ბრძნობელობა აქვს და რაღაცით რეაგირებს იმაზე არა ანუ ესა კლანი რომელიც ან გაიმარჯვებს ან შენ გაიმარჯვებ რა ანუ ასე უყურებენ რა ყველას რომ ჩემია შენია რაღაცა მაგეთი პირველყოფილი თემური ინსტინქტებით ხელმძღვანელობენ და ასეთი მართლა პირველად გვაქვს რა ანუ ეს და თან რაც დრო გავიდა პირდაპირ ხედავთ რომ არიან ცალსახად კოლაბორანტები რა ანუ ეს არის ჩვეულებრივად კოლაბორაციონისტების კოლაბორაციონისტულია დღეს საქართველოს პოლიტიკა რა რასაც დღეს ქვეყანა ატარებს ხო და ძალიან მწუხარია რომ ამ ქვეყანას ის ხალხი წარმოადგენს ვინც არ უნდა წარმოადგენდეს იმიტომ რომ მეგობრებმა ყველა მართლა ჩვენს სულ არ ჭირდებოდა არაფრის თქმა და ჩვენ სათქმელს ლაპარაკობდნენ ისინი არიან ინიციატორები დღეს რომ საქართველოს ზურგი ვაქციოთ ხო ხომ და დავფიქრდეთ ცოტა რაღაცა სულელურად გაბრაზებას პროღი არ უნდა დავფიქრდეთ რა რატომ მოხდა მე მაინც ვფიქრობ რომ აი საქართველოს საზოგადოება უფრო წარმოადგენს დღეს საქართველოს ვიდრე ნებისმიერი სხვა კი მაგრამ ხო აი კიდევ ერთხელ რო ხაზგასმით ვთქვათ მაინც ეკონომიკური თვალსაზრისით ნებისმიერი ადამიანი რომელიც დღეს გნებავთ სახელმწიფო სამსახურშია გნებავთ არა სახელმწიფო სამსახურშია ნებისმიერი ადამიანისთვის ეკონომიკურად მაინც ერთხელ კიდევ ხაზი გაუსვათ რა შეიძლება დაზარალდეს და რა ზიანი შეიძლება მიიღოს საზოგადოებამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავკარგავთ აი ამ ძალიან დიდ მონაპოვარს სადაც გიგი მილაპარაკა ახლა კი ხო ამ ეკონომიკურ ასპექტს რამდენიმე განზომილება აქვს და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ხო ეს ემიგრაციის ასპექტი გზაფხულადი გზავნილების და შრომითი ემიგრაცია ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ თუმცა ეს არ არის ყველაფერი ეს ვერ ამოწურავს ვთქვათ აი რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ქონდეს იმიტომ რომ აი აქ როგორც ძალიან სწორად აღინიშნა ხო ეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება მარტო ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას არ ნიშნავს ხო ეს ნიშნავს მთელი რიგი სხვადასხვა მექანიზმების შეჩერებას და შეწყვეტას ხა სხვა განზომილებებზეც რო ვისაუბროთ ერთ-ერთი ალბათ პირველი რაც ალბათ მსმენელისთვისაც ყველაზე ის არის რაზეც დაფიქრებულა და გაუფიქრია ეს არის იგივე თუნდაც აი ამ ფრენების შეწყვეტა ხო აი თქვათ ვიზი არის შედარებით საწოდომი ფრენები რომელსაც ამ ფრენების გაუქმებას და შეწყვეტას ძალიან ბევრი უარყოფითი კუდი ექნება და განსაკუთრებით ქუთაისისთვის და მისი შემოგარენისთვის ხო იმიტომ რომ ხა ქუთაისის ტურისტული პოტენციალი და თუ აი რაღაცამ ცოტათი გამოაცოცხლა ეს ქალაქი და აქვე უნდა ითქვას რომ სხვა მხრივ ხო ხა ისედაც ხო ზოგადად ვამბობთ რომ ეკონომიკური პრობლემები გვაქვს მაგრამ ნუ ქუთაისს კიდე რაღაცა გავორმაგებული გასამაგებული პრობლემები ქონდა და აქვს ყოველთვის და იქ საერთოდ კიდე სხვა ტიპის კატასტროფები ხდება საერთოდ დაცლის პირას არის ხო ქალაქი და აი ამ აეროპორტის გახსნამ ამ ფრენების გაჩენამ ხო თუ ცოტათი გამოაფხიზლა ქალაქი მისი შემოგარენი ეხლა წარმოიდგინეთ რამდენი სხვადასხვა ტიპის იქ დაწყებული რესტორნებით კაფეებით მათი მფლობელებით იქ დასაქმებულებით არ ვიცი იქ სამარშრუტო ტრანსპორტები იქ გიდები 1000 ესეთი ჯგუფი შეგვიძლია გამოვყოთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანი რომელიც პირდაპირ დარტყმას მიიღებს ამით ხო და პირდაპირ შეიძლება დაკარგოს მისი შემოსავალი ხო ანუ არა მარტო ბიზნესების მფლობელებზე მარტო სხვა ვსაუბრობთ არიან იქ მუშაობენ ხო შეიძლება გიდაც მუშაობდე შეიძლება იმ კაფეში მუშაობდე რაც ზუსტად აი ამ ფრენების გაჩენა მოიტანა ხო ეს
ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. კი, ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ჯგუფი, ამიტომ არის კიდე ერთხელ რომ შეიძლება ერთი შეხედვით მართლა არ იყოს თვალსაჩინო, რამდენად სხვადასხვა სოციალური ფენის და სხვადასხვა პროფესიის ადამიანს შეეხება, ხო? ეხლა ამ ვიზიარსაც რო თავი დავანებოთ, არის ასეულობით მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირისგან მოდიოდა, იგივე საქართველოს მთავრობის მმართველობით ყველაზე დიდი ბენეფიციარი არ მიყვარს ეს თქვა, მაგრამ მიმღები თანხების, ხო, ბოლო 5 წელიწადში ეს არის დაახლოებით 520 მილიონი ევრო. ეს მიდიოდა არა მედიებისკენ და NGO-ებისკენ, როგორც ამას თვითონ ცდილობენ, რომ ესე წარმოაჩინონ, ხო, არამედ მთავრობისკენ და სხვადასხვა სამინისტროებისკენ, ხო, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურის და განვითარების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ხო, ანუ ეს არის ის თანხები, რომელიც ძალიან სამწუხაროა, რომ სჭირდება ქვეყანას საერთოდ ამ ტიპის გარე დახმარებები, ხო, ესეც გვაჩვენებს, რომ არ დგას ეს სახელმწიფო. თუმცა ამის გარეშე გაცილებით უფრო მძიმე. მაგრამ ეს თანხები, ხო, ესე იგი იყო, ხო, აი ამ თანხების საჭიროება, რომელიც დიდწილად უკვე შეწყდა, ხო, ეს სამთავრობო დახმარებები. აქ არ მთავრდება ყველაფერი, ხო? აქ ასევე არის, თქვათ, სხვადასხვა პროგრამები ევროკავშირის, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ იყო მიმართული. და ეხლა ჩვენს ქვეყანაში, ხო, როდესაც ეხლა ხშირად მე როცა მეკითხებიან ხოლმე, რომ რა არის ყველაზე დიდი პრობლემა? ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რატომაც ვერ ვითარდება ეს ქვეყანა და ეს ეკონომიკურად, ხო? არის სწორედ ის, რომ ძალიან რთულია ნებისმიერი მცირე დამწყები ბიზნესისთვის განვითარდეს და გადარჩეს აი ამ ბაზარზე, რაც არის შექმნილი ქვეყანაში. ახლა აქ დეტალებში რო არ ჩავიდე, ყველა ტიპის ის დახმარება, ხო, ეს იქნება სესხებზე წვდომის გამარტივება, უშუალოდ გრანტები, ცოდნის გაზიარება, აი ეს რაც მიმართული იყო მცირე და საშუალო ბიზნესისკენ, ხო? ესეც დიდი ალბათობით ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგება, ხო? ანუ ეს სექტორიც დაზარალდება. ჩვენ გვექნება აუცილებლად, რომ ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი ეთერისთვის და თქვენი ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერი დარწმუნებული ვარ, რაც საზოგადოება მოისმინა, თუმცა ჩვენ გვექნება ბევრჯერ კიდევ საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტადაც გავშალოთ და კიდევ უფრო დეტალებში ჩავიდეთ. გელა მთივლიშვილს ახლა კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ შემოვიდეს ჩემთან სტუდიაში. ჩვენ ახლა თქვენი ნებართვით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი უნდა წარვადგინოთ, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული ბიზნესისაც მათ შორის და საზოგადოების დახმარებითაც დიდ დახმარებას გაუწევს თუნდაც ისეთ ადამიანებს, როგორიც არის ბატონი გიგლა ოჩიაური, თუმცა გელა ახლა მოყვება ქართული საქმე. ეს არის პროექტი, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ, მე მინდა თქვენც მოусმინოთ და მოусმინოს საზოგადოებამ რა არის ეს, ხოლო შემდეგ ერთად ნახავთ რა თქმა უნდა. ქართული საქმე, ასე ქვია ჩვენს ახალ პროექტს, რომელსაც იწყებს ფისამბები, გამორჩეულად მიყვარს ეს პროექტი ჩვენს პროექტებს შორის. მეც. არა იმიტომ რომ ავტორი ვარ, არამედ იმიტომ რომ არ ვიცი ასეთი ტიპის პროექტი მგონი ქართულ მედია სივრცეში არ ვართ განებირებულები ასეთი ტიპის მედია პროექტებით. ეს პროექტი მთლიანად ფოკუსირებულია საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც დიახ ისე უნდა გავიმეორო ყურადღების მიღმა არიან დარჩენილები, ჩვენს მაყურებელს და მკითხველს კარგად ახსოვს, როგორ ზრუნავთ ჩვენ წლების განმავლობაში ხანდაზმულ ადამიანებზე, როდესაც ხო მათი ღირსეული სიბერისთვის ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მაყურებლის ფინანსური მხარდაჭერითა და მონაწილეობით და არა მხოლოდ მათზე, ბავშვებზე, რომლებისთვისაც სხვადასხვა სოფელში და რეგიონში საგანმანათლებლო ცენტრები მოვაწყეთ და გავხსენით. ეს პროექტიც დღეს პროექტის პირველი ნაწილია, პირველი ეპიზოდი საზღვრისპირა ხევსურეთიდან, კერძოდ სოფელ არჭილოდან. არჭილო ბევრი წლის განმავლობაში იყო ნასოფლარი, უკანასკნელი მკვიდრი ახალგაზრდა ჩემზე ასაკით პატარა კაცი იქ დაიღუპა ტრაგიკულად დაახლოებით 14 წლის წინ, როდესაც სოფელ შატილიდან ცდილობდა პროდუქტის ატანას, ცხენი გადავარდა კლდიდან, იმიტომ რომ სოფლამდე გზა არ მიდიოდა და წაიღო მდინარე, ვერ იპოვეს ვერაფერი, მისი მხოლოდ თავის ქალის ნაწილი და პერანგი იპოვეს მდინარეში და 4 წლის წინ იქ დაბრუნდა ამ გარდაცვლილი კაცის ძმა და მისი ბიძაშვილი, ამირან და მამუკა ზვიადაურები. 4 წლის განმავლობაში ისინი ითხოვდნენ, სადაც კი შეეძლოთ და ხმა
მიაწვდინეს, რომ ამ სოფელში როგორმე ყოფილიყო ელექტროენერგია, ამ სოფელს არასდროს გონია მისი არსებობის განმავლობაში შუქი, USAID იყო თანახმა, რომ იქ ელექტროენერგია დაეყენებინა, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ ამ დრაკონული მიდგომების და სხვადასხვა მიზეზის გამო გაუქმდა ეს ორგანიზაცია და ეს ხალხი დარჩა ყოველგვარი იმედის გარეშე და ამ დროს გამოჩნდა ეს ქართული საქმე. შეიძლება ითქვას, რომ თვითონ პროექტს ახალი ძალა და სული შთაუბერეთ სწორედ აი ამ სოფლის გასაჭერიდან გამომდინარე. ამ საქმეს გავაგრძელებთ, მანამდე კი მაყურებელს მინდა ვაჩვენოთ ჩვენი კამპანია და ვიდეო რეპორტაჟი არჭილოდან, გაანათი არჭილო. ესე იგი, როდესაც ვიდეო გავა ეთერში, თან ეკრანზე გამოჩნდება დონაციისთვის ანგარიშის ნომრები და ყველას ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, თხოვ რომ ამ ისტორიულ საქმეში წვლილი შეიტანოს, თუნდაც ძალიან მცირე შემოწირულობით. ანუ გავანათოთ არჭილო, ყველა აუცილებლად ჩვენ არჭილო უნდა გავანათოთ, პირობას ვდებთ, ჩვენი გუნდი პირობას დებს, რომ არჭილო აუცილებლად განათდება სულ რამდენიმე დღეში. და გადავიღებთ უკვე განათებულ არჭილოს. გადავიღებთ და მაყურებელს მადლობასაც მოვხდით და ვაჩვენებთ. ნახოთ არჭილოს სიუჟეტი. ძალიან დაცლილი არის აქაურობა ამ მთელი ეს პირაქით ახევსო მიღმა ხევის ხარე აი ამ ზუსტად აი მუგზობის და უდენობის გამო ძალიან დაცლილი არის ბევრს ძალიან დიდი სურვილიც აქვს მაგრამ როცა მოდის ადამიანი და ნახულობს თავის სახლს ასე დანგრეულს და მიწასთან გასწორებულს და საშუალება არ აქვს რომ თუნდაც ერთი ქვა აიღოს და დადოს ეს ბლოკი ხომ არ არის ერთი ქვის დადება არის დაახლოებით ერთი ბლოკი რო დადო აქ დაახლოებით 20 ქვა უნდა იპოვო მოზიდო მოასვთავის ადგილი დადო და ამას უნდა დაახლოებით აქ აქაურ პირობის კინაღამ ნახევარი დღე უნდა იყო ყველა ერთმანეთს არ გავს ის ქვები ყველა სხვადასხვანაირი არის და სულ სხვადასხვა ფორმების აქვს და ერთმანეთს არ ერგება და უნდა თითოეულ ქვას უნდა იმდენად დიდი მუშაობა ჭირდება რომ ერთმანეთს მოარგო ერთმანეთზე დაждდეს რომ ბლოკივით ისე კოხტად გამოყვანილი გვერდი არ აქვს და უნდა დიდი მუშაობა და თანაც მშრალად წყობით რთული არის რთული და არავინ არ წამოა ამისათვის რომ ამდენი იწვალოს და ამდენი რესურსი დაკარგოს და თან ვერაფერი ვერ მიიღოს და პერსპექტივა არ ქონდეს არავინ არ გაჩერდება აქ პერსპექტივას კლავს უდენობა უგზოობა და უყურადღებობა იმიტომ რომ ადგილობრივი ადამიანი აქაური მაცხოვრებელი ისაც კი არ იცის თქვათ მუნიციპალიტეტში ვინ არის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელი ვის უნდა მიმართოს თქვათ რაღაცა პრობლემებზე რომ თვითონ გაიუმჯობესოს რაღაცა კანონით მინიჭებული რაღაცა პირობები მიიღოს და რომ მიმართოს ეს ადამიანები ან გადამისამართება ხდება ან დამალვა ხდება და ისევ უკან უნდა მოbrunდეს სრულიად სარიელი და შერწყვენილი და ხელმოცარული ასე ვთქვათ რაღაცის ძიებისთვის ხელმოცარული დარჩეს ეს არის ჩემი სოფელი არჭილო, მე ვარ მამუკა ზოიადაური და ამ სოფელში დავიბადე 51 წლის წინ 74 წელში 1974 წელს აქ ცხოვრობდით ჩემ ბავშვობაში 4 ოჯახი და ესეთი პატარა ლამაზი ცხოვრება ქონდა ჩვენ ყველას და დაახლოებით 82 წელში წავედით აქედან
დუშეთში გადავცხოვრდით და შემდეგ ისევ ყოველწლიურად თითქმის აქ ბრუნდებოდით, ზაფხულის განმავლობაში აქ ზაფხულის არბეგებსაც ვატარებდით და ბოლო 5 წლის განმავლობაში უკვე ინტენსიურად აქაურობას ვაშენებ, აღდგენით სამუშაოებს ვაწარმოებ ამ ჩემი ძველი სახლისა, რომელიც მთლიანად დაინგრა. ეხლა ვცხოვრობთ ორი ადამიანი, მე და ამირანი ვცხოვრობთ ერთმანეთისგან 300 მეტრის დაშორებით და ჩვენი სახლები ერთმანეთს არ ხედავს. და გვიშლის, ფერდობი გვიშლის როგორა. ეგრე რა ვამუკ რა სივრავლით მოხედით რა ვახარ სალამი როგორ ხარ მე დავიბადე აქ სოფელ არჭილოში რა 2 წლის ყოფილო არ მეხლა მე კი რა მეხსოვებოდა 2 წლის და 78-ში გადავსვლათ დედა ჩემი სოფელია ხონისჭალა რა დედულეთში ასე რომ ვთქვათ მე 4 ზაფხული ახლა რაც აქ ვარ და ეს რაღაცას ვაკეთებ რა ვიცი ვაშენებ ალბათ ასაკის ბრალიც არის რაც ასაკი მიმატება უფრო წინაპრებზე ვფიქრო მეტად და აი რო უყურება მიტოვებულს და დანგრეულს რაღაცას აი ცუდად განვიცდი რა არ მიყვარს ესეთი და ვცდილობ რომ რაღაცა შევაკეთო რომ სანამ ვარ და შემიძლია რა ვიცი გავამაგრე ვაკეთებ რაღაცებს და აი რაც გაკეთებულია ჯერ ფიცარი ამოვიტანეთ არდოტამდე მანქანით მე იქიდან დამეხმარნენ და ცხენებით ვათრიეთ 3 კუბი ფიცარი ამოვიტანეთ ცხენებით აი აქ მდინარეებში გავდიოდი 12-გან მინდოდა მდინარეში გასვლა აი ასეთ პირობებში ვიწევს ვარგის გადატანა სოფელი ანდაქ სოფელი არჭილოს მოსახლეობას რა დიდი სირთულეებთან არის ერთი წვით აქ თუ რამე მოტანილი არის დიდი წვალებით არის მოტანილი ყველაფერი რა ისია რომ დენი აქ არასოდეს არ ყოფილა, როცა ბევრი ხალხი ცხოვრობდა, თქვათ 1 საუკუნის წინ ბუნებრივი არ იქნებოდა, იმის შემდეგ მოყოლებითაც ბუნებრივია გადაასახლეს ადამიანები და არც მაშინ იყო დენი კომუნისტების ეპოქაში, კომუნიზმის ეპოქა დასრულდა და დაიწყო კიდე სხვა ეპოქა და დამოუკიდებლობის პერიოდში დენი რა თქმა უნდა აქაურობა არავის გახსენებია და ვერც გაახსენდებოდა ხან სამოქალაქო ომი იყო ხან უდიდესი გაჭირვება იყო დენი საერთოდ დედაქალაქს არ ქონდა და აქ ამ მხარეს ვის გაახსენდებოდა და დღეს კიდევ ვითომ მთავრობაც არის ვითომ ადგილობრივი მთავრობაც არის მაგრამ აქ დენის არსებობის შესაძლებლობაზე არავინ არ ლაპარაკობს რაღაცა ვთქვათ ვის შეძღება არის დენზე შეიძლება ახლა ჩვენ ადრესე ხელისადღებელში დღებავდით ახლა რაღაცა ის არის ბალონებში ვაკეთებთ ამას და სარეც მანქანას მოვიტანთ ეთრეულში ქალიშვილ ამ ხელში შეღავათები საქმეში წარაკეთიან და ყველაფერი შეიძლება 4 თვე რომ კომფორტი გუნდის ხო შეიძლება რა მარტო მგონი არჭილვა დარჩენილი ესე უშუქოთ. შრომაც ბევრი, აბა დილთ მოწველე, ყველი ამოიყვანე, მერე საჭმელი, სარეცხი, ყველაფერი უნდა გააკეთო, რას იზა მანქანა. შუქი რო იყოს იქნებოდა სარეცხ მანქანა, გავრეცხავდით სარეცხ მანქანაში რა უნდა შეყრი და გარეცხავ და ხელთ აღარ მოგდე იმ დროს კიდე სხვა საქმეს გავაკეთებდა რა ვიაბო. ჩემი აზრით შუქს ხო ის იმას სამუშაოს იმ წყლის საქმე ქაჩავს. ის მას ხო ბევრი დენი არ ჭირდება. შეიძლება რომ დინარიდან გამოიღო წყალი და იმაში ბასეინი რაღაც ქონდეს და იქ დიდინები წამოვიდეს ახლა სხვანაირად წყალიც ისია რომ ზეით წყალი არცად არ არის და შუქი რო იყოს ამასაც შეძლებს ადამიანი და ყველაფერს ამუშავებ რა ისია ტელევიზორი ვარ გვაქვს ინფორმაციას ვერაფერს ვერ ვიგებთ ახლა სიგნისაც შუქი უნდა თქვა დღე საქმე არაფცალია ღამე და შუქი თორე წინსაც ვერ კითხულობ. აი დიდი პრობლემაა უშუქობა ერთი სიტყვით და აი მომავალ თაობაც მაგიტო არ მოდის აი შვილი ყო ამოსული ჩემი და ინტერნეტი რო ესედიოდა და არ იყო ინტერნეტი შუქი რო არ იყო ფაქტობრივად და ინტერნეტი ამის გამო არ იყო
აქ არაფერი არ ყოფილაო თქვა და არ გაჩერდა ბავშვის მეორე დღეს უკვე აღარ უნდა აქ ყოფნა და მეც კი გული დამწყდა რომ ამან ერთ მეს მთები მომწონს უფრო იმან ერთი ამჩნია და არაფერი არ ყოფილაო ფიქრობები კიდე ვიღაცა დაბრუნდება მეზობლები მოვლენ რა ვიცი რა მოვლენ არავის არ უნდა გელა აქეთ არც ცუქი არც ინტერნეტი რა ვიცი მამუკა როგორ არის ახლა ინტერნეტოთ ყველაზე ახლო მეზობელი 4 კილომეტრში რომ წავიდე და ვისარგებლო კავშირით 4 კილომეტრის გავლა მიწევს და დაფარო 4 კილომეტრი მერე იქით 4 კილომეტრი აქეთ ტელეფონის დატენვაც 4 კილომეტრის იქით ხდება და გამოყენება და დაზოგვა შემდეგ ბატარეის დაზოგვა აუცილებლად იმისათვის რომ ძალიან საჭირო შემთხვევაში იქნეს გამოყენებული ტელეფონი თუ ტელეფონზე უნდა ვისაუბრეო ოპერატორებზე მაშინ მიწევს 30 კილომეტრი თითქმის 30 კილომეტრი შატილამდე ჩასვლა ერთი გზა ხო იქით და 30 კილომეტრი მერე აქეთ. ზამთარში რა თქმა უნდა კიდევ უფრო რთული არის კლიმატური პირობების გამო ძალიან დიდი სიცივის და ხან თოვლი არის იმხელა რომ საერთოდ გარეთ ვერ გადიხარ. ახლა არის ხორცეულობა ბარი და რაღაცა მოგაქვს ისეთი რომ გაგიფუჭდება მათ შალყინის მაცივრები ხო არის ბევრს არ ეხლა ხან წყალში ხანის და არ მომაგორდეთ. რაღაცაში ჩავდით მარილით და მარის ვაყრით რა მარილი შეუსმიჩი. ხო რომ შივოთ აბახსნეთ და შინა. დინარეში კიდეთ. ხო ან მორებში ქვებს მოუშენებ და დავაფარებ ზედა. მოსტენეული კიდე ბევრი არ მგოხ, იმიტომ რომ იმას ეხლა მაინც ვერ ვინახავთ რა. შუქი ადრე როცა გამოიგონეს ელექტროენერგია, მაშინ მთელი კაცობრიობა შეცვალა და ჩემთვისაც ასევე უზარმაზარ ცვლილებას გამოიწვევდა ჩემთვისაც. რასაც თქვათ ერთ დღეში ვაკეთებ მე, თქვათ აი ეს ხელით. აი ამ პირობებში დენის არსებობის შემთხვევაში მე შემიძლია 5 წუთში გავაკეთო, 3 წუთში გავაკეთო ან 1 წუთში. ასეთი პირობები რო იყოს გზა ნორმალური, დენი ადგილზე ასეთ პირობებში რა თქმა უნდა აქ მარტო მე არ ვიქნებოდი და ჩემი ბიძაშვილი კიდევ ორი კაცი კი არ ვიქნებოდით აქ იქნებოდა კიდევ უფრო დასახლებული და უფრო საინტერესო იქნებოდა ბევრი სხვა ადამიანისთვის კიდევ უფრო მეტი ნათესავისთვის კიდევ უფრო მეტი საქართველოს მოსახლისთვის და კიდევ უფრო მეტი ტურისტისთვისაც თუნდაც იმიტომ რომ ეს მეტი ადამიანის აქ მოზიდვა უფრო მეტი ინტერესის გაღვიძებას იწვევს და მეტი იდეის და შუქი რო ყოფილიყო და გზა რო ყოფილიყო მე დარწმუნებული ვარ ხალხი იქნებოდა. ახლა თუ გვექნება რა ვიცი მამაზე ბედნიერება რა იქნება. აი ამ პანელების დასადგმელად მე ამ ადგილს მოვათავისუფლებ. ან აი ან ოდნავ მარჯვნივ ვაკეთ. და თანაც არა ქვის ჩვენისთვისაც რო ის იყოს, რა ქვია, უფრო უსაფრთხო ადგილი რო იყოს და თანაც ამოს მოსათხრელ და მოსასუფთავებლად ტერიტორიის გამოსაჩენადაც რო მოსახერხებელი იყოს. სამი ვარიანტი განვიხილეთ. ერთი იყო ეს ადგილი, რომელიც შორია ძალიან და დანაკარგი იქნება ძალიან ბევრი და ეს გამოვლინცხეთ. მეორე ოდნავ ქვემოთ იყო სადღაც შუაფერდობზე და ეგ ადგილი ერთ-ერთი ვარიანტი ეგ ადგილია და მესამე ვარიანტი არის სახლის სახურავზე პირდაპირ რა. კი, ეგრევე ზემოდან დალაგდება იდეალური გამოვა, აი ძალიან კარგი გამოვა. 8 პანელი მაინც რა. დაახლოებით 2-ჯერ მეტი. კი. ნუ იგივე სიმძლავრე შევინოთ. კი. რომ იმუშაობს იდეალურად აბსოლუტურად რა. და რაც ჩამოთვალე აბსოლუტურად სულ ყველაფერს ჩართავს მაგმა. ანუ შუქი ექნება? კი. ოთახშიც და ეზოში. კი ბატონო, კი ბატონო. ტელევიზორი იქნება, ბაცივარი იქნება. აუცილებლად. საერთო მაგალითად ამუშავებს შეუძლებელი. უპრობლემო. ჩვენი ამოცანა ეგაა, რომ ღირსეული ცხოვრების პირობები შეიქმნა. და სხვა მე ხელსაწყოები ფიზიკურად სახლის მშენებლობაში ფიზიკური შრომა შეგიმსუბუქდეს, იქ დრელე ჩართო, რაღაცა ხელსაწყოები გამოიყენო რა. მაგისთვის შეიძლება ერთი აგრეგატის ყიდვა და
და იმაგრეგაც ამოქოქავ ხოლმე როცა გინდა რა. კი, სულ თავისუფლად. ან წინარესაც ამბობ. კი, ელექტროისინია ბატარეებზე რო არის. ჩვეულებრივ ძალიან მაგარი რაღაცები არის. ჩვეულებრივ მუშაობს უპრობლემო. პანელებზე დაიტანება. კი, სულ თავისუფლად. ოქტომბერამდე აქ მზე სულ არის. კი. მაშინ იდეალური ვარიანტია რა. ის პატარა დროც კი ყოფილის იმას რომ ის აკუმულატორები დატენოს რა. ხო თავის თავს შეინახულ და მე არ დავტვირდი ხოლმე ინტერნეტს ხო ამუშავებს მინიმუმ. ფიქრობთ ეგეთ რამეს. ერთი ნატურა, მეორე ნატურა, ტელევიზორი, ინტერნეტი თავისთავად, სამაცივარი და სარეცხი მანქანა. всё, მე არაფერი არ მაგასაც ისე მომიხმარ შევძელით რომ თუ რაღაც ტაქსი პანელებს მივამატებ. არა, თავისთავად ეხლა თითო გენერატორსაც მივამატებს. აი იმისთვის რომ ასე ვარ გადაგჭირდეთ ან რამე ხელსაწყო შეერთება რა. პანელებზე ხო ვერ ჩართავთ, გააფუჭებთ და გენერატორს ამოქოქავ გექნება ეხა 10 ლიტრი ბენზინი ჩაასხავ და იხმარებ. ნუ ახლა უსავთ ხო ადგილი აი აქეთ არ უფრო და აქ მზე არის? კი, აი ესე მოდის დილით ეხლა იყვრე აგე გამოდის და ესე გადადის და აქედან ამოდის ესე? არა, აი აქედან ამოდის ამჟამად. მაშინ და გადადის აქ და არის კეთილი ადამიანები როგორ არ არის ეხმარებიან ხალხს თავისთავად. ჯერ ამარა მეღაცა ესე უხერხვილარ ზნო თავს რომ ეს მე რო აქავარ ახლა არის ისეთებიც რომელიც ისეთი კომენტარებს წერენ რომ აი მათ ცუათა ხარ რაზი ხარ მან ადექი წამოდი და რაღაც და არიან კეთილი ადამიანები რომელიც ეხმარებიან კიდევაც და ალბათ ბევრს დახმარებიან კიდევაც და დაეხმარებიან კიდევაც ახლა მე ამას ვერ ვიტყვი რომ მე მჯერა რა იმიტომ რომ კეთილი ადამიანები სადაც ცუდია იქ კარგიც არის და არიან კეთილი ადამიანები ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილი. ჩვენ ვესაზღვრებით იმ მონსტრს, იმ მტერს, რომელიც ყველაზე უფრო ამოგდები არის მსოფლიოში, ყველაზე უფრო საშინელი ძალა არის და მავნებელი ძალა და როგორც კი ადგილები იწევს მცოცავი ოკუპაციით რუსეთის ფედერაცია და ჩვენი აქ ცხოვრება, ჩემი აქ ცხოვრება პირადად მე გაცნობიერებული ძალიან კარგად მაქვს. უპატრონო ეკლესიას ვეშმაკი ვიპატრონები და ზიანად გამი და რო არავინ არ იქნება ალბათ ვიღაცა რა ვიცი მე თან დაკრო ხარ დაბადებული წინაპარი აქ ყავ მაინც სიყვარულია ჩემი აზრით თუ აი მენანება ესე როა რა ეს მიტოვებული ეს ადგილი არის ჩემი დაბადების ადგილი, ჩემი სახლი არის, ჩემი სოფელი არის, ჩემი სამშობლო არის და აქედან ჩემი წასვლა შეუძლებელია, იმიტომ რომ ესე არ გამოვა. დღევანდელი ეთერი ამით დასრულებულია. შაბათს, მომავალ შაბათს ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ხოლო ვისაც სურვილი გაგიჩნდათ რომ დონაცია განახორციელოთ და არჭილოში ავიტანოთ სპეციალური აპარატურა, რომელიც შეძლებს არჭილოს განათებას, თქვენ მთის ამბების ნებისმიერ პლატფორმაზე შეგიძლიათ ნახოთ ანგარიშის ნომერი და განახორციელოთ დონაცია. მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით.